ვინ არიან ექთნები საქართველოში? ექთანი არ არის, ვისაც წელი არ ტკივა. არც ერთ ექთანს არ აქვს საშუალება, რომ ნორმალურად იყვებოს საავადმყოფოში. რომ ჩავედი და იქ რომ ვაცხადებდი, რომ ეკითხებოდნენ ვინ ვიყავი და რომ ამბობდი რომ ვიყავი ექთანი, იყო ძალიან დიდი პატივისცემა ჩემს მიმართ. რაც საქართველოში რომ წავედი არ ყოფილა. კოვიდმა დაგვანახა ის, რომ ექთნები რაოდენობა იყო კატასტროფული, ხანდახან 6 პაციენტს უვლიდა ერთი ექთანი. ჩვენ ცოდნაც არ გვქონდა იმ აპარატურის, რომელიც გვედო განყოფილებაში. იმიტომ რომ არ 96-ს დავამთავრე, ხო გახსოვთ? ხო და არავინ არ მოსწავლა მაშინ, არც არავინ არ მომთხოვა. ისეთ განყოფილებებში, სადაც გჭირდება ფიზიკური ძალა, ბიჭი ექთანი არის უმნიშვნელოვანესი რომ ყავდეს. თქვენ ვერ ნახავთ ჯანდაცვის სამინისტროში ხა კარს, სადაც მარეგულირებელი ზის, რომელიც ექთანს არეგულირებს. საექთნო საქმე არ არის რეგულირებადი პროფესია ჯერჯერობით საქართველოში. ყველაზე მეტ შეხებაში პაციენტთან მოდის ექთანი. ეს იქნება თვალი თვალში გაუყრის თუ ხელს მოკიდებს. ყველაზე დიდი შეხება აქვს ექთანს. ანუ ის არის პირველი ადამიანი, რომელსაც შეუძლია პრევენციაც გააკეთოს ინფექციის და თან დამართოს. ყველა ერთად თუ მოვითხოვთ, დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილებები დაიწყება. მოგესალმებით. დღეს ჩვენ საუბრობთ ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე. ვინ არიან ექთნები საქართველოში? სწორედ ამიტომ სტუმრად გვყავს საექთნო ასოციაცია ნიუმენის დამფუძნებელი, მისი ხელმძღვანელი, ძალიან აქტიური ადამიანი, რომელსაც, რა ვიცი, ძალიან ბევრი რაღაცა აქვს ჩვენს ქვეყანაში გაკეთებული საექთნო საქმის მიმართულებით. ის გახლავთ თამარ დაუსი და სანამ სტუმარს არ გიდგენთ, მანამდე შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენთ და უყურებთ ჯანსაღ დიალოგს, რომელიც არის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი და ჩვენი ეპიზოდები იწერება პოდკასტ არეაში. მის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ვიდეოს აღწერაში. თამარ, ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით. პირიქით, მადლობა თქვენ. ხო, ძალიან დიდი ხანია გვინდოდა ჩვენ ექთნების საკითხზე რო ყურადღება გაგვემახვილებინა და რაღაცნაირად ვერ მოვაბით თავი და სულღაც დანაშაული შეგრძნება ქონდა ხოლმე მე და სანდროს და აქვე ვიტყვი სულ შენი ჩვენს გვაძლევენ ხოლმე მაღაზე, მე ვარ ზურაბ ბალყანიშვილი და ჩემი კოლეგა სანდრო შკიკვიშვილი და ჩვენ ვართ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტები და მიყვავს აი ეს პოდკასტი. პირველი მინდა რომ კითხვა დავიწყო, რა არის დღეს აი ეს ექთანი, მინდა რომ კარგად რომ აი ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს ერთი საკითხი. როგორ ხედავს ჩვენი საზოგადოება ექთანს და როგორი უნდა იყოს სინამდვილეში? აი მაგის განსხვავება რო გავაკეთოთ. კი ბატონო. ექთანი არის ერთ-ერთი პროფესია, რომელიც უნდა შესრულდეს კარგად. ხო, ნებისმიერი პროფესია უნდა შესრულდეს კარგად. იქნება ეს ხაბაზი თუ ექთანი თუ ექიმი, კარგად შესრულებული საქმე ნიშნავს გმირობას. ეხლა როგორ ხედავს საზოგადოება და თავად ექთანი სხვათა შორის თავის თავს, ალბათ მაინც მოგყვება ეს ისტორიული პოსტაბჭოური გაგება, რომ ექთანი არის თანაშემწე. ის როგორც დამოუკიდებელი პროფესია, აღქმული არც არასდროს არ ყოფილა მანამდე და არც ახლა არ არის. არც ექთნისგან საავადმყოფოებმა ასე თუ ისე დაიწყეს ამ პროფესიის გამოყოფა, არც პაციენტისგან სხვათა შორის და არც ექიმისგან. ჯერჯერობით ასეთ მდგომარეობაში ვართ, რომ აქამდე ცნობიერებაში არის ჩარჩენილი, რომ ექთანი არის ექიმის თანაშემწე. თუმცა ეს არის დამოუკიდებელი პროფესია, თავისი საგანმანათლებლო ხაზით, თავისი კარიერული კიბით, არა საქართველოში ოღონდ, თავისი განვითარებით და თავისი სტრუქტურით, რომელიც ჩვენთვის ჯერჯერობით არის სიახლე. და ამ სიახლეში იმედი მაქვს, რომ გავიკვლევთ გზას. ხო და აი იქით როგორ არის ახლა განვითარებულ სამყაროში, სადაც მე ვისაუბრებთ მაგაზეც, როგორ მიიტყვია ხო ჩვენი ექთნებიც სამუშაო ადგილების საძიებლად სწორედ ახლა დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში. აი იქ როგორ არის მაშინ ეს ექთანი? აი მე მოგიყვებით ერთ ჩემთან მიმართებით ისტორიას, ანუ 2000 წელს მქონდა შანსი, გამიჩნდა შანსი, რომ წავსულიყავი დიდ ბრიტანეთში. და მართლა ყველაფერი გავაკეთე, რომ წავსულიყავი დიდ ბრიტანეთში. ანუ გაუაზრებლად ვაკეთებდი ამას სიმართლე გითხრათ, მაგრამ კიდევ კაი ეს გამომივიდა. რომ ჩავედი და იქ რომ ვაცხადებდი, რომ ეკითხებოდნენ ვინ ვიყავი და რომ ამბობდი რომ ვიყავი ექთანი, იყო ძალიან დიდი პატივისცემა ჩემს მიმართ. რაც საქართველოში რომ წავედი არ ყოფილა. ანუ სულ სხვა დამოკიდებულება არის ამ პროფესიის მიმართ. შესაბამისად, შენს მიმართ, როცა ასეთი დამოკიდებულება, სურვილიც გიჩნდება, რომ ამ პროფესიაში შეხვიდე, რომ მიამაყო.
და დარჩე. კი, დარჩე რატო? იმიტომ რომ განვითარდე. ეხლა როგორ ხდება? აი მაგალითად გერმანიის მაგალითზე რო ავიღოთ. გავს ცოტათი ჩვენს სისტემას. გერმანიაში არის მეხუთე საფეხურის პროფესიული განათლება, რაც აი კოლეჯს რასაც ვეძახით, ეს არის უმაღლესი პროფესიული საფეხური, 3 წლიანი, 180 კრედიტიანი და გერმანიაში ასევე არის 240 კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამა. არის სამაგისტრო პროგრამა, მეშვიდე საფეხური და არის სადოქტორო. ეგთან შეუძლია ჩააბაროს მეხუთე საფეხურზე და ხიდი პროგრამებით ავიდეს საფეხურებით ზემოთ. მინდა 5 წელიწადში გავხდები ბაკალავრი, მერე ავდგები და გავხდები მაგისტრი და საბოლოო ჯამში მიზანს დავისახავ, ამას მოყვება ტიტული, ამას მოყვება ხელფასი და ამას მოყვება, რავი, დიდება საკუთარ თავთან მაინც. აი ესე არის იმ ქვეყნებში, სადაც დეფიციტს ვახსენებთ, რომ იქაც არის, მაგრამ სხვადასხვა დეფიციტი გვაქვს ჩვენ და იმათ. გამოწვევები სხვადასხვა და დეფიციტის მიზეზიც. დეფიციტის მიზეზით და მაგ მიზეზებზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ, მაგრამ აი ამ ნაწილში მინდა რომ დავუბრუნდე რომ საბოლოო ჯამში რამ განაპირობა ესეთი ტიპის აღქმები ამ ექთნებთან დაკავშირებით ეს რამე ეს კულტურული განსხვავება სამართლებრივია თუ აი ამ განათლების ასეთმა სისტემამ განაპირობა ის რომ ასე დონეზე ჩაიკეტა ექთნების აღქმა საქართველოში. იცით როგორ არის ადრე იყო ესეთი ბევრჯერ მსმენია. სხვა თუ არაფერი ექთანი მაინც გამოვა. და ალბათ ვერ გეტყვით ახლა ყველაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ დიპლომები იყიდებოდა. ჩვეულებრივად იყიდებოდა დიპლომები. თქვენ რო ნახოთ ახლა ადრე გაცემული დიპლომები, სანამ მოხდებოდა კოლეჯების ავტორიზაცია და მათი, ასე ვთქვათ, სისტემაში აყვანა და მოყვანა. ერთ-ერთი დიპლომი, რაც მაქვს ნანახი, არის გაცემული ზესტაფონის ცეკვისა და სიმღერის სტუდიაში, საექთნო დიპლომი. შესაბამისად, ადვილი წვდომა იყო ამ დიპლომზე და სფეროშიც რომ შემოდის ადამიანი და არაფერი არ იცის, კომპეტენცია გაწერილი არ აქვს ქვეყანას, რა უნდა გააკეთოს ექთანმა, რა თქმა უნდა, სისტემამ ჩამოაყალიბა დაქვემდებარებული ადამიანი თუ პროფესია, რომელსაც განვითარება არ აქვს, წიგნი არ აქვს, სურვილი არ აქვს. ეხლა დიპლომი რო ვიყიდე და არაფერი არ ვიცი, ოღონდ ხელფასი მომცემ და ჩუმად ვიქნები, ხომ სწორია. და აი და ასრულებ მითითებებს მე. და ამან გადაფარა ის ადამიანები, ვისაც შეეძლო რომ ჭკვიანები როგორ არ იყვნენ სისტემაში. ნამდვილად იყვნენ, ეხლაც არიან მარგალიტები, მაგრამ აი ეს ხალხი ვერ მოერია იმათ. ხო. და ძალიან რთულია რაღაცა დღეს იმ ხრივაც мотиваცია იპოვო, რომ სულ რომ მოტივირებული იყო იმის რომ გამოხვიდე ექთანი პროფესიონალი, მე საბოლოო ჯამში თითქმის აი სადაც არ უნდა მოხვდე საქართველოს ესე ვთქვათ ბაზარზე, კლინიკების ის დაფასება რაც გიკვნის და რასაც ფიქრობ რომ უნდა იმსახურებდე, იმას ვერ იღებ. ამიტომ აი ჩემი კითხვა ცოტა თითქოს აი თქვენი ათქვამში იგრძნობოდა რომ აი ფურცელზე შეიძლება და ძალიან დამსგავსებული იყავით მაგალითად გერმანიის სისტემას, ხო, ფურცელზე ვერ მსგავსებით, მაგრამ რეალობა არ იცვლება. და აი გამოსავალზე ბოლოსკენ ლაპარაკობენ ხოლმე, მაგრამ აი პირველ ეტაპად რა გესახებათ აი ზოგადად აი რა უნდა შეიცვალოს იმისთვის რომ ეს პროფესია ერთის მხრივ მიმზიდველი გახდეს და მეორე მხრივ დაფასებადი ანუ ადამიანს უღირდეს შრომის ჩადება და განათლების მიღება ამ მიმართულებით იმისთვის რომ მე ის კენწეროში გაუტკბილდეს ასე ვთქვათ. ხელფასი ყოველთვის არის მამოტივირებელი ყველა პროფესიაში და მე სულ ვამბობ რომ ხელფასი მამოტივირებელია და მოდი მივცეთ წილი ხელფას 70%. რომ აი 70% სამსახურში დადიხარ, იმიტომ რომ ხელფასი გამოტივირებს. ის 30% რომელიც რჩება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი ასევე. და ეს არის შენ სამუშაო გარემოში პირობები, დამოკიდებულება, შენი განვითარების შესაძლებლობა. ხომ ეგრეა? აი ახლა იგულწრფელად რომ ვისაუბროთ. ეხლა რო გვიყურებდეს ჩვენ ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ცდილობს რომ პროფესია არჩიოს. და თქვენ რომ მითხრათ, რომ აი ჩამოუთვალე 5 სამოტივაციო მიზეზი, რატომ უნდა ჩააბაროს ექთნა. არ მაქვს ეს მე ვერ ვეტყვი ამ მიზეზებს. ის ჩააბარებს, დაამთავრებს ამ პროფესიულს, იმუშავებს საავადმყოფოში და ნუ ყველაზე დიდი, რასაც შეიძლება მიაღწიოს, გახდეს ისევ დაქვემდებარებული კლინიკის მთავარი ექთანი. და დანარჩენი, აი მეცნიერებაში წავიდეს, კვლევები ჩაატაროს, უფრო განვითარდეს, ამის შესაძლებლობა არ ექნება. და რატომ უნდა დამოტივირდეს? აი რა მიზეზით უნდა დამოტივირდეს? ერთ-ერთმა
ჩემმა კოლეგამ მკითხა, რომ შენ შულს ჩააბარებინებდიო, როდესმე? არა. ეხლა თუ თავს გაიგიჟებდა მარიამი და იტყოდა, რომ არა ეგთან უნდა რას ვიზამდი, ხო? პირობითად. მაგრამ არა, იმიტომ რომ განვითარება არ აქვს. და ჩიხი, როდესაც არის რამე, იქ ასე ვთქვათ, ინტელექტი ჩაკვდება, რაც არ უნდა мотиваცია მე სხვა ადამიანები სულ ყველა ვცდილობთ რომ სხვა საქმით დავკავგდეთ, სადაც შეიძლება რომ უფრო აი ასოციაცია ჩამოვიყო. ვერ ვეტევი ამ ჩარჩოში. ან შრომითი ემიგრაცია გადაწყვიტოს? ოღონდ ამ შრომით ემიგრაციაში აუცილებლად მე რო წავიდე ახლა შრომით ემიგრაციაში, მე განვიცდი დისკვალიფიკაციას, იმიტომ რომ ჩემი დიპლომით და ჩემი იმ წლებში დამთავრებული კურიკულუმით დასამატებელი მექნება კრედიტები 50 წლის ვარ, რა კრედიტები უნდა დავიმატო, ანუ რა მხრივ ამბობ, იცით, მე იქ ხო თავი უნდა გადავირჩინო. სტუდენტი ხო არ ვარ, რომ მშობლები დამეხმარონ და ფინანსურად მხარი დამიჭირონ. ამიტომ ამას ვერ ვიზავ და უნდა დავიწყო დამხმარეთ მუშაობა. ანუ დისკვალიფიკაციაში უნდა ჩამოვიდე დაბლა კვალიფიკაციით. მაგრამ აქ მოცემულობა ისიც გვაქვს, რომ ექთნების საზოგადოება ზოგადად, ხო? თქვენი ეს ნიუმენი იქნება თუ ექთანთა გაერთიანება, ხო, რაღაც აქტიური ადამიანები ხართ, ძალიან ცდილობთ ამ დარგის განვითარებას, ძალიან ბევრ რაღაცას ვხედავთ, მაგრამ თან თითქოს რაღაცა მოცემულობა მაინც არ იცვლება რა, ანუ მიუხედავად თქვენი ასეთი ბრძოლებისა, მოცემ გავართ მაინც ეს ერთ ადგილას და ამ მიზეზებზე კიდე ჩავუღრმავდებოდ ეს ნაწილი მინდა რომ ხა ის ვქნათ რომ აქ როცა ერთის პრო კაი გასაგებია რომ რაღაცა ჭერი აქვს ამ პროფესიას ჩვენი ამ გადმოსახედიდან რომელსაც შეიძლება სხვადასხვა მიზეზები ქონდეს მათ შორის ის ჩვენი ძველი გამოცდილებაც როცა ამ პროფესიამ განვითარება ვერ პოვა საბჭოთა წარსულშიც და მერე უკვე უარესი დაემართა მაგრამ იქ სადაც განვითარებულია ეს სპეციალობა და ძალიან დაფასებულია და ასე შემდეგ იქ ისინი მართავენ პაციენტებს დამოუკიდებლად ხო ასეა გადაწყვეტილებებს იღებენ თვითონ ეს არის დამოუკიდებელი და აი ეგეც რო აგვიწეროთ აი ერთი გერმანიაში რა კიდეს მაგალითი მოვიყვანეთ გერმანიაში მომუშავე ერთი ექთნის საქმე რა არის კი ბატონო აქვე მინდა გითხრათ რომ მარტო პაციენტს არ მართავენ ანუ როდესაც ის ადის მაღალ სტატუსზე ის საავადმყოფოში ბიუჯეტსაც მართავს რომელიც მისთვის არის გამოყოფილი რაც აქ წარმოუდგენელია პარტნიორი ხდება ფაქტობრივად იმიტომ თქვი რომ რა განვითარება აქვს იყოს დაქვემდებარებული მთავარი ექთანი ისევ რასაც ეტყვიან ბიუჯეტს ის არ უყურებს და ასე შემდეგ ეხლა რა ხდება გერმანიაში ასევე ამერიკაში არის გრადაცია ექთნის რა თქმა უნდა იყოს გრადაცია არის ექთანი, რომელიც პასუხისმგებელია პირობითად მხოლოდ პაციენტის ბაზისურ ჰიგიენურ და კვებით საქმეზე, ხო? მან უნდა დაბანოს, მან უნდა აჭამოს და მან შეიძლება შეაგროვოს სასიცოცხლო მაჩვენებლები, მაგრამ ის კლინიკურ განსჯაში არ შედის. არსებობს ექთანი, რომელსაც შეუძლია მედიკამენტების გაკეთება არ შეუძლია. არსებობს ექთანი, რომელიც აკეთებს მედიკამენტებს, ოღონდ არ აკეთებს მაღალი რისკის მედიკამენტებს, მაგალითად ვაზოაქტიური ნოტროპულ მედიკამენტებს ის არ ეხება. და არსებობს ასევე ექთანი, nurse practitioner შეიძლება იყოს ან advanced practitioner nurse იყოს ესეთი ამერიკასით, რომელიც კლინიკურ განსჯაში შედის. რომელმაც შეიძლება აღმოაჩინოს და უთხრას ექიმს პირობითად ფილტრი იყოს იმ წუთას, რომ აქ ვფიქრობ არის სისხლდენა, იმიტომ რომ ჰემოდინამიკური მაჩვენებლები განსჯაში შედის ეს ექთანი. განსჯაში შედის სეფსისის დეტექციაზე, განსჯაში შედის ჰოსპიტალურ ასოცირებულ პნევმონიების, ვთქვათ, დეტექციაზე და ასე შემდეგ და შესაძლებლობა აქვს უკაცრავად რამდენიმე ტიპის მედიკამენტი დანიშნოს. მედიკამენტები მაგალითად ტკივილ გამაყუჩებელი, საჭიროებისას რაც შეიძლება რომ დაინიშნოს, წნევის დამწევი პირობითად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამის შესაძლებლობა აქვს. რა თქმა უნდა, ეს წნეხს ხსნის ექიმისგანაც, ხო? ანუ რაღაცა მარტივი манипуляციები რაც შეიძლება რომ ექთანმა ელექტროლიტების გარჩევა პირობითად, კალიუმის შეფასება და არითმიების გარჩევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენთან როდესაც საკითხი დადგა, რომ ექთანს გვესწავლებინა ექთნისთვის პირობითად რომ ამოეცნო პარკუჭოვანი ფიბრილაცია, რომელიც არის საშიში რითმი, სიცოცხლისთვის საშიში რითმი და გამოეყენებინა დეფიბრილატორი, საავადმყოფოში დემარში მოხდა, რომ ექთანმა როგორ შეიძლება დეფიბრილატორი გამოიყენოს. არა და პაციენტი, რომელსაც სჭირდება დეფიბრილატორი,
არის მკვდარი და მეორეჯერ ვერავის ვერ მოკლავს. აქვს შანსი რომ გადაარჩინო. აი აქამდე ვერ მივედით ამ შეგნებამდე და იმ თაობის ექთნებს, რომელსაც ასევე ეუბნები, რომ მოდი გასწავლო, ახლა მოდი ვისწავლოთ, ის მოგიბრუნდება და გეტყვის, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. ეს არის ექიმის საქმე და მე ეს არ მეხება. და მეორეს მხრივ ექიმის რესურსიც როგორ იმაშვება, ხო, ამ ყოველდღიურ რუტინაში, ამ პაციენტის შეფასება და რაღაცა ეს. ეს თამარა, აი ეს გრადაციები ანუ განათლების მიხედვით და კრედიტების მიხედვით და ამის მიხედვით ჩვენი სისტემა არა გვაქვს ხო ესე? ჩვენ რა გვაქვს ახლა? ჩვენ გვაქვს მეხუთე საფეხური, ეს არის პროფესიული განათლება, 180 კრედიტიანი და ჩვენ გვაქვს მაქსიმალურია, აქაც რომ ის ვქნათ, ანუ მეხუთე საფეხური ყველაზე მაღალი საფეხური არის პროფესიულში, ხო? გვაქვს 240 საბაკალავრო, მაგრამ ხიდი მათ შორის არ არის. მე რო ახლა მომინდა საბაკალავროზე გაგრძელება, მე უნდა დავმთავრო და 4 წელი თავიდან უნდა ვისწავლო. ხიდი ამათ შორის ის რომ პირობითად პროფესიული 3 წელი იყოს იგივე კურიკულუმი, რაც აქვს საბაკალავროს პირველი 3 წელი ხომ შეიძლება და რეალურად დაახლოებით მასია აგებული ეხლა ცვლილების შემდგომ. და მე რომ დამჭირდეს რომ ბაკალავრი დავიმატო, ჩავაბარებ ეროვნულებს და 60 კრედიტს დავიმატებ. მე ჩავაბარებ ისევ ეროვნულებს და მე მაგისტრატურის კრედიტებს დავიმატებ და ესე ნელ-ნელა გავიზრდები. ყველას არ მოუნდება ეს ზრდა. რა თქმა, ანუ შეიძლება ვიღაცას უნდადეს რომ დავრჩები მე ამ ჩემ პროფესიულში მომწონს აყოფნა, მაგრამ იარსებებიან ადამიანები, რომლებსაც მოუნდებათ რომ დოქტორანტურა დაამთავრონ და მე თავისი კვლევა გააკეთო. მე ვიცნობ ასეთ ადამიანებს უნდა, კი, ძალიან ბევრი. და შეიძლება რომ ექნება კვლევები და ძალიან კარგი კვლევები ჩაატარონ. უბრალოდ უნდა ვასწავლოთ და მივცეთ ამის შესაძლებლობა. ამას აკეთებს დასავლეთი და ამას აკეთებს ამერიკა. და მე მახსოვს ეგ პერიოდის, აი ჯერ კიდევ 2015-16 წლებში ეს რეფორმები რო დაიწყო და აი ამ მეთოდოლოგიების შემუშავდა ამ პროფესიული განათლების პროგრამების, რომელიც მე ესე საფეხურები ეს ყველაფერი გათვლილი იყო, რა ვიცი, ამაზე რამდენი ხალხი მუშაობდა, მაგრამ მაინც არ გამოვიდა და მეორეს ერთი ხوار ხა ეს განათლება ისევ იმ პრაქტიკაზეა მიბმული, ხო? იქ გვჭირდება ეს კადრები და შესაბამისად ამიტომ ვფიქრობთ მე რომ განათლება ასე უნდა დავალაგოთ. და საბოლოო ჯამში რა შეგვიძლია ვთქვათ, რა უშლის ხელს? წინააღმდეგობა საიდან მოდის? კლინიკებიდან? თუ აი სადიბადება ის რომ საბოლოო ჯამში ამდენი რესურსი იხარჯება ხოლმე და რეალურად შედეგი მაინც არ დგება. მე აი რომ დავსვა ესეთი კითხვა. კლინიკა არის ბიზნესი და ბაზარი, რომელიც ითხოვს პროდუქტს, ხომ სწორია? ეს ორი ერთმანეთს არ ელაპარაკება. ანუ საექთნო ქართულენოვანი წიგნი დაიბეჭდა EBRD-ის მხარდაჭერით 2018 წელს დაიწყო პროცესი და 2023 წელს დამთავრდა. პირველი წიგნი დაიბეჭდა 2023 წელს. მანამდე ის იყო რამდენიმე წიგნი. პირველი იყო ბოჭორიშვილის ავადმოვლა 56 წელს გამოცემული. სიფონის ოყნა იყო ყველაზე მაღალ ტექნოლოგიური პროცედურა იქ აღწერილი და ამ დროს ავადმყოფოში ღვიძლის გადანერგვები ხდებოდა. აი ეს ორი ერთმანეთს არ ელაპარაკება. მე ვარ სერვისების შემდგენი, მე ვავითარებ საავადმყოფოს და არ ვეუბნები კოლეჯს რომ მე მჭირდება ესეთი პროდუქტი. ელექტრონული ისტორიები შემოვიდა. ვასწავლით ელექტრონული ისტორიების მოხმარებას ექთნებს როგორ უნდა გამოიყენონ კოლეჯებში, რომ შემოდიან არიციან და ისტრესებიან, კიდევ უფრო ისტრესებიან მეტად, იმიტომ რომ უცებ კომპიუტერის წინ უნდა დაჯდე და რაღაცები უცებ უნდა ისწავლო. ამ დროს გაქვს 3 წელი თან ეს პროექტი არა, მეხუთე საფეხური ითვალისწინებს ესეც სწავლას. 90 კრედიტი უნდა გაატაროს კოლეჯში, თეორიული სწავლა და 90 კრედიტი უნდა გაატაროს საავადმყოფოში. სულ უნდა ისწავლოს 4500 საათი და 2250 საათი უნდა იყოს საავადმყოფოში და უნდა მუშაობდეს. რა თქმა უნდა მოარგო ბაზარს. მაგრამ ეს ორი სტრუქტურა ერთმანეთთან საერთოდ კავშირში არ არის. გათიშულია აბსოლუტურად. ეს ერთი რაც უშლის ხელს განვითარებას. მეორე ალბათ კეთილინება ორივეგან, სავარაუდოდ, არ ვიცი რატომ არის ესე დაბალ პრიორიტეტული ეს პროფესია, მართლა ვერ გეტყვით. თქვენ თქვით რომ 2015 წელს დაიწყო ხო ცვლილებები.
2005 წლის ევრო დირექტივაში გვიწერია რა უნდა გაგვეკეთებინა 2026 წელია ახლა და ვერ მივედით აქ 2000 რო ვნახე დოკუმენტი აი ძალიან გული დამწყდა მე დოკუმენტი ვნახე 2018 წელს არ ვიცოდი ამ დოკუმენტის შესახებ 2005 ოღონდ copy paste უნდა მეტი კი არაფერი ფურცელზე ადვილია მაგრამ შემსრულებლებიც ხომ არიან ამ ქვეყანაში რეალურად საავადმყოფოები მიხვდნენ რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა აქვთ საექცნო დეფიციტის მხრივ. ოღონდ ეს დეფიციტი არ არის მარტო რაოდენობრივი და არ არის მარტო ხარისხობრივი. ვინც ვართ, ასაკობრივად ძალიან დიდები ვართ. საშუალო ასაკი არის 47 ექთანი. ბებია-ქალი ალბათ 67, იმიტომ რომ 15 წელია ბებია-ქალის დიპლომი არ გაცემულა ქვეყანაში. წარმოგიდგენიათ? ეხლა დაარქვეს მიანი ექთანი. ახალი გამოშვება არ ყოფილა. ძალიან დაძველდა ის პროფესია და აღარ არის პირველადი ჯანდაცვის ექთნებზე და მაღალმთიან რეგიონებში ექთნებზე საუბარი. იქ კიდევ უფრო მაღალია ასაკი. მე ერთი ის მინდა რომ ჩვენს კოლეგებს მივმართო, მათ შორის ჟურნალისტებს მივმართო, სამედიცინო პერსონალს მივმართო, რომ აი ტერმინებთან დაკავშირებით რა კი ეს ვახსენეთ, ტერმინებთან დაკავშირებით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ტერმინების ხმარება, ხო? მედიაში ძალიან ხშირად ხდება მაგალითად მედდა. ისევე როგორც ეს ბებია-ქალი შეიცვალა და გახდა მიანი ექთანი, ხო? ხო თითქოს არაფერი, მაგრამ ამის მიღმა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, იმიტომ რომ ბიჭი ექთნების პრობლემაც აქედან მოდის, ხო? რომ არ უნდა რომ მედდა ერქოს. ზუსტად ეს არის რუსმალი იყო, მაგრამ არა დიდად დამკვიდრებული. იმიტომ რომ იყო უბრალოდ გადაქართულებულ რაღაცა უაზრო. ისევე როგორც ბებია-ქალი, ხო? აი ხო წარმოუდგენია სამშობლო ბებია-ქალი მე ერქვასო, ხო? ამიტომ მეანი ექთანი ერთ-ერთი პატარა ნაბიჯია, რომელიც მაგრამ აი ქართულ მედიაშიც კი რამდენი წელი ეს ტერმინები შეიცვალა და დასრულდა ეს საბჭოთა კავშირი საქართველოში, მაგრამ ისევ ეს მედდა ისეთი ჩვეულებრივ გამოიყენება ხოლმე როგორც არაფერი და ეს თითქოს ეს პატარ-პატარა აგურებმა რეალურად აი ამ ხელა ჩიხი შექმნა ამ პროფესიაში. შექმნა ნამდვილად. მაგრამ ეს ახლა ასაკის თემაც კიდე ერთი სანამაგაც ვიბრუნდებით. ასაკის თემა ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა რაღაცა ხუმრობდით და ეს რა ქვია აი თქვენ როდის მიხვდით? აი მრავალი წელია პროფესიაში. რომ აღარ მიდოდა. აი რო რაღაცა ჩიხი იყო. აი მაშინ როცა ჩავედი ინგლისში. აი იქ მივხვდი რომ რაღაცა არასწორ გარემოში მიუხედავად იმისა რომ მე ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში მუშაობდი იმ პერიოდში ჯოენის კლინიკაში დავიწყე მუშაობა და 96 წელს გაიხსნა ჯოენის კლინიკა ეს იყო სინათლე სიბნელეში ეს იყო ჩვენი არ ვიცი ვერ გეტყვით მე სხვაგან არ დამიწყია მუშაობა მე დავიწყე კარგ გარემოში საუკეთესო ადგილას დავიწყე მუშაობა მიუხედავად ამისა მივხვდი რომ ანუ რო განვითარებული რო ვხედავდი იქ თან როგორ იყო იცით იქ საავადმყოფოში აგონები აქვთ ექთნებს და ვარსკვლავებს ასომამენ და ვენდი ყავდა ერთი ექთანი რომელსაც ნუ ყველაზე ბევრი ვარსკვლავი ქონდა ამ ხალხს გარდა იმისა რომ ყველაზე მეტი ხელფასი ქონდა ჩემი შურის წყარო იყო 48 დღე ქონდა შვებულები ამგა შეძლო 48 დღე ყოფილიყო ამების გამო ოი რაოდენობა ითვლება და ვარსკვლავებს ხო რო გადაუწვიდნენ თქვენ თქვენ ამდენი და აქ დღემდე როგორ არის იცით შვებულება ერთმანეთს უნდა უმორიგებონ და ისე უნდა გაუშვან აი აი როგორ უნდა მოვიდეს ვინმე სინამდვილეში რა დატვირთვაზე მუშაობენ ექთნები როგორც ფიზიკური ისე მენტალური მაგრამ ამ საკითხს დავასრულებ ბოლო კითხვას დავსამუბროთ რომ მოტივაციაზე როცა საუბრობდით ახლა დღესდღეობით რასაკვირველია გეთანხმებით წარმოუდგენელია უძვირეს ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყველაფერი ძალიან ძვირია, სამყარო ესეთია, არ შეგვიძლია ხო, ეხა ეს ენთუზიაზმი გარდა რამდენი ხანი შეიძლება რომ გაყოს ცხოვრებაში, ხო? თუმცა ექთნება საექთნო საქმე ყოველთვის იყო რაღაც ღირებულებებზე დაფუძნებული საქმე, რომელიც ნუ წინა საუკუნეში და იმის წინაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო ღირებული იყო და ამის გამო დიდ პატივისცემას იმსახურებდა და ისტორიაში ვიცით ჩვენ ეს ადამიანები თავგანწირული პროფესია იყო ხო სასოებით წერიან ის ადამიანები ვინც ამ სპეციალობაში იყვნენ მათ შორის საქართველოში თამარ დღეს რამდენად მუშაობს ახლა ეს არ მუშაობს არ მუშაობს არა მე იმიტომ თქვი ნახეთ ორივე მხარეს შევხედოთ
ექთანი რომელიც გეუბნება, ზოგადად პროფესიონალი რომელიც გეუბნება, რომ მე რატომ თხოვ რომ საქმე გავაკეთო, განა ამდენს მიხდი, ანუ მიუღებელია, ხომ სწორია, მიუღებელია, მაშინ არ უნდა იყო ამ პროფესიაში. იმიტომ კი არა რომ 200 ლარს რომ გიხდიან, კარგად არ უნდა მოუარო პაციენტს, 1000 ლარს რო გადაგიხდიან, თუ ასეთი გაგება გაქვს, არც მაშინ არ მოულე, ამაში ვარ დარწმუნებული. მართალი ბრძანეთ, ღირებულებაზე არის, ანუ პაციენტის ღირსებას უნდა სცე პატივი. პირველ რიგში, რომ მას არაფერი არ დააკო. იმიტომ კი არა, რომ გმირი ხარ, იმიტომ რომ ამ პროფესიაში ხარ. მაშინ აქ არ უნდა იყო და სხვაგან უნდა იყო. ამ პროფესიის შესვლისთვის საკმარისი აღარა. არა, ვერ დავამოტივირებთ. ნახეთ რამ გააკეთა კიდე დიდი ერთია მიგრაცია, მაგრამ მიგრაცია მგონია ასე თუ ისე შენელდა, შეიძლება ვცდები, ბევრად მეტი იყო მიგრაცია. რამ გააკეთა ასევე ესეთი დიდი მოხვევა. ესთეტიკურმა მედიცინამ. ექთნებმა დაიწყეს გადანაცვლება და ინექციონისტები დაირქვეს. არ რეგულირდება არც ის არაფრით. და აი ბოტოქსი, სახის კორექცია, ცხვირის კორექცია, ასე შემდეგ. ბევრად უკეთესად არიან. ბევრად უკეთესად. არა, ვერაფრით ვერ გაამტყუნებ. რასაკებია პროფესიული ღირსება, ასე ვთქვათ, თავგანწირულობა, მაგრამ ხა ერთი ცხოვრება აგანტვილია. შვილი ყავს შინაური ცხოველი, მშობა არა. მარტო არ არის რომ შვილი მყავს და ასე შემდეგ. შემსაც გინდა. ხო. რაღაცნაირად გინდა რომ შენ შვილთან გარდა იმისა რომ საჭმელი მიიტანო, ღირსეული ადამიანი იყო რა, რომ შეგეძლოს საკუთარი თავის მოვლაც, ჩაცმად შეგეძლოს, რაც ერთხელ მაინც უნდა ჩაიცვა, რაც გინდა ის. და რისი საშუალება გაქვს კი არ ჩაიცვა, რაც გინდა ის რომ ჩაიცვა. ერთხელ მაინც შეგიძლია გააკეთო. ძალიან რთულია ამის აქ ჩვენ მეტწილად ვილაპარაკეთ, ანუ ორ მხარეზე, საექთნო მხარეზე და კლინიკების მხარესაც შევეხეთ, ხო? მე მინდა ამ ჩემს კითხვაში მესამე ფაქტორი, სახელმწიფოს ფაქტორის დავამატო. ანუ ეს პრობლემა, რაც ექთნებს აქვს, თუნდაც ანაზღაურება, ეს დამოუკიდებელი საქმიანობის შესაძლებლობის არ ქონა და ასე შემდეგ. ეს ხო არ არის ბევრი, გარდა იმისა, რომ ეს არის ბევრი ადამიანის ინდივიდუალური პრობლემა, ეს ასევე არის ჯანდაცვის მნიშვნელოვანი გამოწვევა, იმიტომ რომ არის მთელი რიგი მიმდინარეობები და დარგები მედიცინაში, სადაც ექთანს პაციენტთან გაცილებით მეტი შეხება აქვს პირდაპირი, რაც ზრდის, მათ შორის ნოზოკომიური ან საავადმყოფოში შეძენილი ინფექციის რისკებს, არასწორი მანიპულაციების რისკს, არასწორი მედიკამენტების, როცა მოლეკულები არ არის გაურკვევლობა, ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს არის საზოგადოებრივი პრობლემა, ან არამხოლოდ ბევრი ადამიანის რაღაცა პირადი პრობლემა, კარიერული, ფინანსური და ასე შემდეგ. საზოგადოებრივი პრობლემაა და ზუსტად ან პაციენტების დიდი ნაწილის უკმაყოფილებაც ამ კლინიკებიდან აქედან გამომდინარეობს, რომ შეიძლება თავარი მორიგე ექიმი კარგი იყო რაღაცა ეს, მაგრამ ექთნის დონეზე რომ მივედი იმათმა რომ დაიწყეს ჩემი მოხედვა, უკვე იქ რაღაცები არასწორად წავიდა. რამდენი საშინელი ისტორია ვიცით, ხო? ანუ ერთხელ არის კლინიკა, რომელიც მაინც მოგებას წერს, ასე ვთქვათ, არ აქვს სურვილი რომ იზრუნოს ამ ექთნების კვალიფიკაციის ამაღლება, იმიტომ რომ პასუხისგებლობას დიდად არ უდგებათ ამ კლინიკებს, აგრძელებენ ჩვეულებრივად ფუნქციონირებას, ექთანმა რომ იყვიროს, მაინც აზრი არ აქვს, წადი სამსახურის სხვა განახე, როგორც სხვა ბიზნესებში ხდება ხოლმე, ეგეთი პასუხი არის აქაც და ანუ ეს მესამე ნაწილი სახელმწიფო გავიგერო ფურცელზე რაღაცეები სწორად არის. მაგრამ სხვა ქვეყნებში ხო ესე ხდება თუ რაღაც კონკრეტულ საავადმყოფოში რაღაც შემთხვევების რაოდენობა იმ ზღვარს აჭარბებს, რომლის მერეც მე შეიძლება როგორც სახელმწიფო დაფინანსება შეგიწყვიტო, ასე შემდეგ. მე ეს მეტი რეგულაცია ხო შეუქმნის მეტ мотивაციას ამ კლინიკებს, რომ იზრუნონ საკუთარი სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, რომელიც ექთნების ზურგზე წევს, ანუ მაგ ნაწილზე, როდესაც მეტი შიში ექნებათ იმისი, რომ ჩემ პაციენტს თუ რაღაცა მოუვა ჩემთან ექთნის გამო, მე რა დავისჯები და უნდა დავისაჯო, იმიტომ რომ პაციენტის ჯანმრთელობაზე არის ხო საუბარი. ძალიან გრძელი კითხვა გამომივიდა, სადაც ჩემი მოსაზრებაც მე მგონი გაჟღერდა და თან ამით შევკრავ და დავამთავრებ. ამდენ 10,000-ობით ადამიანს ახლა ერთბაშად ხო გამოცვლი და სხვა ხო ანუ ეს ამიტომ ისევ იმ კითხვას უბრუნები, სად არის პირველი ნაბიჯი, სად შეიძლება გადაიდგას იქ, რომ რაღაცნაირად ან გადამზადების კურსი ამ ადამიანებისთვის, ან რეგულაციის გამკაცრება, სად შეიძლება გადაიდგას პირველი ნაბიჯი.
სახელმწიფოს მხრივ, აი მოდით სახელმწიფოს მხრივ ავიღოთ ეკთანი ეკუთვნის სტუდენტი უფრო სწორად საექთნოზე რომ სწავლობს, ეკუთვნის განათლების სამინისტროს მანამ სანამ კოლეჯშია და მერე ინაცვლებს უკვე ჯანდაცვის სამინისტროში. თქვენ ვერ ნახავთ ჯანდაცვის სამინისტროში ხა კარს, სადაც მარეგულირებელი ზის, რომელიც ეკთანს არეგულირებს. საექთნო საქმე არ არის რეგულირებადი პროფესია ჯერჯერობით საქართველოში. იმავე 2025 წლის დოკუმენტში წერია, რომ 5 პროფესია უნდა იყოს დარეგულირებული. ერთ-ერთი არის საექიმო, მასწავლებელი, ასე შემდეგ, ექიმი და ეკთანი. ისევ 2026 წელია დარეგულირებული არ არის. ახლა დარეგულირებული პროფესია რას ნიშნავს? ის არეგულირებს ეკთან პაციენტის შეფარდებას. ის რეგულირებს ექიმ პაციენტის შეფარდებს. თქვენ რასაც ამბობთ საავადმყოფოში. ის არეგულირებს ეკთნის კომპეტენციას, ეკთნის მინიმალურ სახელფასო ზღვარს. არ არის ეს პროფესია დარეგულირებული და არის დამსაქმებლის, არ ვიცი, ზოგან კეთილნებაზე და ზოგან არაკეთილნებაზე, თუ რას დაავალებს, თუ რა ხელფას გადაუხდის, ან როგორ მოექცევა საერთოდ ეკთნას. მე რო ხვალ რაღაცა პრობლემა შემექმნას. პაციენტთან მიმართებით, აი დოზა გავაკეთე არასწორ პირობითად. მე ვერავინ ვერ მომედავება, დარეგულირებული არ ვარ არაფრით და არსად არ წერია, რომ წამლები უნდა ვაკეთო ან არ ვაკეთო. ასეთ დოკუმენტს ვერ ვიპოვით, ან მე რო ვინმე მომედავს, მე ჩემ თავს ვერ დავიცავ, იმიტომ რომ სარეგულაციო ბერკეტები ხელში არ მიჭირავს. პროტოკოლები არსებობს და სოპები არსებობს საავადმყოფოში, მაგრამ ისევ საავადმყოფოს მიერ შექმნილი, ეხლა რატომ შემიძლია გითხრათ, რომ ყველას ექნება გარკვეული ტიპის. ამან მოითხოვა. ამან მოითხოვა. ეხლა როგორ იცავენ და რა ხდება, როცა მააკრედიტებელი მიდის და აღარ არის საავადმყოფოში, ეს კიდე ცალკე თემაა. ამიტომ სანამ პირველი ნაბიჯი, სანამ განათლების სამინისტრო არ დაარეგულირებს, ნახეთ, კოლეჯს რომ ამთავრებს ეკთანი და მოდულიდან მოდულზე გადადის, ანუ შედეგიდან შედეგზე გადადის. არ არსებობს არანაირი ბერკეტი, არ არსებობს არანაირი ტესტ ბანკი, რომელიც დაარეგულირებს ან კოლეჯის ხარისხს დაგვანახებს. და კოლეჯის ხარისხი როგორ უნდა დაინახო, რა ტესტიც უნდა იმანის დაწეროს და შედეგიდან შედეგზე ისე გადაიყვანოს. საკვალიფიკაციო გამოცდა აუცილებლად უნდა არსებობდეს და ამ ტესტ ბანკის მფლობელი არ უნდა იყოს კოლეჯი. იმიტომ რომ მე შეიძლება სტუდენტი როგორ გამოვუშვა იცით საავადმყოფოში, ანატომიაში ვკითხო, რამდენი ხელი აქვს ადამიანს. და იმან დაწეროს 2 და გავცე დიპლომი. პირველი ეს არის, საკვალიფიკაციო გამოცდამ უნდა გაცხრილოს ეს სოკოები ვითამასული კერძო კოლეჯები, რომლებიც ზოგი კარგად მუშაობს და ზოგს დახვეწა სჭირდება. და საკვალიფიკაციო გამოცდაზე ჩაჭრილი სტუდენტი პირდაპირ მიგიყვანს იმ საავადმყოფოში არ იყოს და გავრცელებული ან უფრო მეტი ვთქვათ შემთხვევის ჯანდაცვის სამინისტროსთვის საავადმყოფოში რა ხდება. ეს ერთი. და მეორე, აუცილებლად უნდა დარეგულირდეს ეს პროფესია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და მე 96 წელს დავამთავრე. მე რო არ მინდოდეს წიგნის წაკითხვა და განვითარება 96 წლის მერე არავინ არ მომთხოვს რამე ცოდნა დავიმატო. არავინ. წყვეტა რომ მქონდეს 96 წლიდან 2016 წლამდე. და დღეს რომ მივიდე საავადმყოფოში და დიპლომი დავუდო, რაღაც 6 თვიან სტაჟირებაზე შემიშვებენ, რომ გზავის 6 თვეში რა უნდა ვისწავლო, როცა არაფერი არ მახსოვს, ან როდის ვისწავლო. და ამიყვანენ სამსახურში. ჩვეულებრივად. არც ლიცენზია მაქვს. ერთადერთი დიპლომი მაქვს, ისიც სადღაც გაცემული, ნაყიდი, ახლა შეიძლება ძალიან გაბრაზდნენ ეკთნები ამას რომ ამბობ, მაგრამ ფაქტის სახეზეა. ფაქტი გვიჭირავს. ეს იყო რეალობა და ეხლა ხო არ დავმალავ, ხო? არა, ხო. ჩვეულებრივი ამბავი. პრობლემაც არ არის, კიდე ბევრ რაღაცაში. უნდა და ეს მარტო ჩვენ და ხო არ არის რაღაცა ეკთები, მაინდა ისეთი ხო. არა, ამიტომ თუ დარეგულირებული პირველი ნაბიჯი არის, რომ ორივე მხრიდან უნდა იყოს დარეგულირებული, უნდა იყოს მარეგულირებელი მკაცრად ჩართული პროცესში და უნდა არეგულირებდეს ორივე მხარე, განათლების სამინისტრო, სტუდენტს და ჯანდაცვის სამინისტრო ეკთანს და ეს ორი ერთმანეთს უნდა ელაპარაკებოდნენ. აუცილებლად.
და აი ყველა მიმართულებაში რეალურად ერთ-ერთი პრობლემა არის რა. ხო, მაგრამ მე არ ისე გაიგოს ვიმ რომ აქ რაღაცა ჯოხი ისევ ექტანზე უნდა გადაწყდეს რომ ვერ გადაწყდება ჯოხი. და სისტემური პრობლემა. აქ არ გვინდა რომ ეგრე არ მინდა რა გაიგოს რომ აქ ექტანზე ვერ არის ჯოხი გადატეხილი. თამარ ესეთ შეკითხვა მაქვს კიდე რომ აი ეს კლინიკები ხარ რამდენჯერმე ვახსენეთ ხო? აი კლინიკები ამ პრობლემას მაგალითად ეკნების დეფიციტის რეალურად აცნობიერებენ ეს რეალურად მტკივნეული საკითხია მათთვის, იმიტომ რომ მე შევწრებივა დისკუსიებს, სადაც რაც პრიორიტეტად არ ყოფილა ეს მიჩნეული. ხელმძღვანელი პირების მხრიდან. კი, უფრო და უფრო რთულდება მდგომარეობა. ბევრად რატო რთულდება? 5 წელიწადში უფრო გართულდება, იმიტომ რომ ვეხებით ამას, სხვა გზა არ არის, 47 წელი ძალიან მალე საპენსიო ასაკი გახდება. და რო დავთვალოთ ახლა რამდენი თუ საშუალო ასაკი არის 47 წელი და ეს ადამიანები 15 წელიწადში საპენსიო ასაკში გავლენ, მოდი ვთქვათ, არ ვიცით რამდენი ექთანი ახლა მიდის რეგისტრაცია და ცოტა ხანში გვეცოდინება რამდენი ექთანია, ორი ციფრი ფიგურირებს 13000 და 22000. მოდით ვთქვათ რომ არის 22000. 22000-ის 50% 15 წელიწადში რომ გავიდეს პენსიაზე, ამხელა ნაკადის შემომყვანი ნაკადი არ გვაქვს. ამდენი ადამიანი არ სწავლობს კოლეჯში. ვინმე ფიქრობს, რომ მე 7000 ექთანი მჭირდება 5 წელიწადში, 7000 ექთანი არ გამოდის არც ერთი კოლეჯიდან. არა ვერც გამოვა. ვერა, ესეთი მოწოდება არა. თან ისიც უნდა განმარტოთ აქ, რომ ეს რა რაოდენობაც გვყავს, რომ ციყოს დაუშვეს 22000 ექთანი, რომ არსებობდეს და მართლა რომ მუშაობდნენ ისინი პროფესიაში. თანაფარდობა მაინც ზე არაადეკვატურად ნეგატიური ხო? აბსოლუტურად. ისო 1 ექიმზე 3-4 ექთანი მომდიოდეს და ჩვენ რო პირიქით გვაქვს ხო? ხო სწორად მახსოვს ეს სტატისტიკა რომ 4 ექიმზე 1 ექთანი მოდის თუ რაღაც. კი, ექიმი უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე კი, ექიმი უფრო მეტი გვაქვს. ერთ-ერთთან გვაქვს ფაქტობრივად იყო პერიოდი, არ ვიცი ახლა როგორ არის, მაგრამ იყო პერიოდი, ექთანი ბევრად უფრო ნაკლები იყო. 1.09-დან იყო თუ არ ვცდები ესეთი შეფარდება. შესაბამისად თუ ეხა კლინიკები მაშინ დადგნენ პრობლემის წინაშე, როდესაც სანებართვო პირობამ, საქართველოში არსებულმა სანებართვო პირობამ გარკვეულ განყოფილებებში მოთხოვა ექთან პაციენტის შეფარდებები. კი, რაღაცა განყაი კარდიოქირურგიაში, ინტენსიურში, ასე შემდეგ, არის ჩანაწერი, რომ ერთი ექთანი უნდა უვლიდეს ამ განყოფილებაში 4 პაციენტს და აი აქ დადგა უკვე დეფიციტი. დადგა დეფიციტი საოპერაციო ექთნებთვის. საოპერაციოები აჩერებენ გეგმიურ ოპერაციებს, იმიტომ რომ ფიზიკურად არ დგას იქ არავინ ექთანი. ხო, აი ეს უნდა მეკითხა, იქ პრაქტიკა საქართველოში ხდება, რომ ოპერაციები ჩერდება, ვერ იგეგმება და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ექთნები არ აყავთ. კი, დაიწყო. სიმართლე გითხრათ, გარკვეულწილად კარგია რომ დაიწყო ეს პროცესი, იმიტომ რომ რაღაც თქმა უნდა შეგაწუხოს. ხო, რაღაც თქმა უნდა შეწუხდე, რომ ეხლა ამ წუთას საერთოდ კრახი რო არ გვაქვს. საერთოდ არ გვაქვს კრახი იქიდან, რომ სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვები მოდიან და მუშაობენ ექთნები. სტუდენტები. ხო, რეზიდენტები. ესენი მოდიან. რეზიდენტებიც არა, უფრო მესამე სემესტრიდან. იმედი მაქვს, რომ პირველი სემესტრიდან არ შემოდიან, მაგრამ ეგეთი ფაქტებიც არის, რომ პირველ სემესტრელი ბავშვი არის სკოლის მოსწავლე. ის შეუძლებელია საავადმყოფოში შემოიყვანო და თუნდაც აჭმევინო პაციენტს, რომელსაც ჰქონდა ინსულტი და აქვს დისფაგია. ან არ იცის, არც ინსულტი, არც დისფაგია და αρც ასპირაცია. არაფერი არ იცის ამის შესახებ. და ანუ მაგის ხარჯზე სტაბილურობას ინარჩუნებს სისტემას. თქვენ ნახავთ, ეხლა ხო ვამბობ მე საშუალო ასაკი 47-ია თქო. თქვენ ნახავთ საავადმყოფოებს, რომლებმაც გათვლა გააკეთა სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებზე და საშუალო ასაკი აქვს ახალგაზრდა. როგორც კი გამოაცლი ამ ბავშვებს, ასაკი ისევე იქნება ძალიან მაღალი. ანუ რეალური პრობლემა არის ის, რომ პროფესიაში ადამიანები აღარ შედიან და ვინც შევიდა, აი კიდე ერთ ძალიან მტკივნეულ საკითხზე უნდა გადავიდეთ, ეს არის მიგრაცია, ხო? ანუ რომელიც აი ხო ამ ბოლო პერიოდში იმდენად აღარ გვესმის და გასაგებია ეს მიზეზები რატომაც, მაგრამ აი ეს ტალღამეც მახსოვს, რომ უცებ დაიცალა სამეცნიერებელებები და დავიდნენ ევროპაში. როგორც ნახე, ტენდენცია იყო, ანუ საერთო მოთხოვნა იზრდებოდა სტუდენტების ექნები, მაგრამ საერთო ექნების რაოდენობა მცირდებოდა საქართველოს. რას ნიშნავს? გადინება მიდის ამ პროფესიას ადამიანები, თორე თუ უნივერსიტეტზე მოთხოვნა გაიზარდა, როგორც საერთო რაოდენობა თამარა, როგორ იყო ეს, რომ
როდის დაიწყო? მიგრაცია დაიწყო, აი დიდი ტალღა, დიდი შემოტევა იყო. იცით როგორი ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ? ესე მოდიოდნენ და პირდაპირ გეუბნებოდნენ, რომ ერთ თანში გადაგიხდი 50 ლარს. რამდენსაც მომიყვან იმდენ ვაჭრობის განხარისგან განსხვავდება. ხო, აი რა ვიცი ხა მოიყვანე ექთნები და ამ ექთნებს შენ ფულს აიღებ და წავიყვან ამ ექთნებს. და დიდი ტალღა გავიდა ექთნების ძირითადად გადიან მომლელებად. ანუ წეღანაც ვაუბრობდით დისკვალიფიკაციას გადიან, მაგრამ ცხოვრების ხარისხს იუმჯობესებენ და აი არა ინტერესებს ახლა დისკვალიფიკაცია აქვს თუ არა აქვს. კომპეტენცია გაუფუჭდა თუ არა, ენატრებათ ის პერიოდი ძალიან იცით მოწამლა იცის აი ინტენსიურში როცა მუშაობ მე მჭირდა ეგ ან იარში როცა იწამლები ნუ აი ის დრაივი გჭირდება სულ ვერ ჩამოდიხარ და კარგახანი დამჭირდა რომ ამბულატორია აღმეკვა ხო მაგრამ ხანდახან ისეთი ასაკის ადამიანების მოულა უწევთ ხოლმე ამ წასულ ექთნებს იქ რომ მე მგონი შეიძლება ეგ მუღამი მაგით დაგიქნა ეგეც ჩავარდნილი გაზიანგალის შესაბამისად რატომაც არა ევროპაში მოგზაურობენ უკეთეს ცხოვრების ხარისხი აქვთ. რატომაც არა. და გავიდნენ. მაგრამ ვერ ჩამოდიან გავიდნენ. მაგრამ აი მგონია რომ სწავლის გაგრძელება საფრთხე. მე გეტყვით, ანუ მე რაც ვიცი, ალბათ ვიღაცები აგრძელებენ, ვერ გეტყვით, თუმცა ჩვენ გქონდა ესეთი შემთხვევა, როდესაც გერმანულმა პირმეზანის საუნივერსიტეტო კლინიკამ გთხოვა ესე რომ ექთნები მოგვეცითო, მაშინ მე მუშაობდი კოლეჯში, დავით ულდიანის კოლეჯში და ვუთხარი რომ არა, ექთნებს ვერ მოგცემთ, ანუ ესე არ გამოვა, მაგრამ თუ გინდათ რომ სტუდენტებს ვუთხრათ რომ ჩააბარეთ, თქვენ გერმანული მხარე დაგიფინანსებთ და მერე ექთნებათ აიყვანთ საკვალიფიკაციო გამოცდას ჩააბარებინებთ მაშინ დიდი სიამოვნებით. ეს რატომ არის ხა კარგი? იმიტომ რომ ღირსებით მიყავს ეს ექთანი საზღვარგარეთ და თუ მე ოდნავ მაინც გაიაზრებ იმას რომ ამას უკან რომ ჩამოიყვან ეს არის სინათლე რომელსაც ჩამოიყვან და გააზრდებინებს სხვა ექთნებს. ნუ აი არის სასწაული. 9 კაცი შემოვიდა ამ პროგრამაზე. გერმანულმა მხარემ გითხრა ეგეთი რაღაცა დავაფინანსებთ გვანახეთ თქვენი ჩარჩო დოკუმენტი რა ჩარჩო დოკუმენტით ასწავლით და ახალი შეცვლილი იყო იმ 2005 ევრო დირექტივაზე დაყრდნობით ახალი შეცვლილი იყო კურიკულუმი თქვენს რომ კურიკულუმს არ სჭირდება არანაირი ცვლილება ყველა კრედიტი გადაფარული აქვს ამ ექთნებს ერთადერთი რაც გვინდა რომ B2 სერტიფიკატი მოგვიტანონ საბუთებში მიგრაციის საკითხებში ყველაფერში დავეხმარებით 6 თვე ჩვენთან იმუშავებენ როგორც დამხმარები და მე ჩააბარებენ საკვალიფიკაციო გამოცდას 9-დან გააკეთა 2-მა იცით როგორი საამაყოა ჩემთვის 2 ადამიანი ქართული დიპლომით მაგრამ ვინ გაიხსენა ეს ხალხი ეს ხომ დიდი მიღწევაა ქვეყნისთვის ეს ხომ განათლების სამინისტროსთვის უდიდესი მიღწევაა, რომ ჩვენი დიპლომი გერმანულმა ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ აღიარა და ეს ადამიანი ახლა ანესთეზიის აში არის და მუშაობს ექთნად. არავის არ ახსოვს ეს ამბავი. ის უნდა იყოს როლ მოდელი, მე კი არა. იმან გარღვია დიდი სისტემა და ასწავლებინა და გააზრდებინა თაობები კი მე უნდა მივეხმარო ეგეთ გარღვევებში მე ის ადამიანი ვარ უკვე რომელმაც უნდა ესეთი გარღვევები მოვახდენინო ექთნებს მაგრამ ისენი რომლებმაც გარღვიეს და ჩემზე ბევრად მეტი იციან უკვე საავადმყოფოში როგორ იმუშაონ და რა გააკეთონ ის უნდა ჩამოიყვანო და ის უნდა გახადო როლ მოდელი ვის არ მოუნდება ეგეთი კარგი ტიპი ექთნოს ანუ საბოლოო ჯამში მიგრაციის ტალღის საფუძველი მაინც იყო ანაზღაურება მხოლოდ და მხოლოდ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ მაინც არავის არ შვილებს ტოვებენ ხალხნო და ოჯახებს ტოვებენ და მიდიან და ცხოვრობენ 24 კი ეგ არის გადარჩენის
ხო, არა, იმიტომ რომ ხა იქ შეიძლება სხვა პოტენციალის დაინახო, ხო? ხა როცა ბაზისური საკითხები მოგვარებული გაქვს და ელემენტარულად ღირსებას არ გილახავ შენი შემოსავალი და ასე შემდეგ, ხო? შეიძლება იქ პროფესიული დაიწყება რაზეც ვისაუბრეთ, ხო? აი ეს განვითარებაც გინდოდეს და მაგის გამო წახვიდე, მაგრამ ეგ სურათი არ იყო ამ მიგრაციის ფონზე. მაგრამ როგორც წესი აქ ძილად ლეგალურ მიგრაციაზეც არ არის საუბარი, ხა. კი, ნამდვილად არ არის უმეტეს შემთხვევაში, კი, უმეტეს შემთხვევაში. ძალიან საინტერესო საერთოდ არ მჩვევია ხოლმე ასოციაციის Facebook გვერდზე ვდებ ძირითადად საგანმანათლებლო საკითხებს ძირითადად. და რაღაცნაირად ძალიან მომერიდა ექთნებთან, აი ძალიან მომერიდა ექთნებთან და დავდე ხელფასთან დაკავშირებული პოსტი. თქვა რომ კომენტარები წაიკითხოთ, ისეთი სევდიანი გულწრფელად სევდიანი კომენტარებია, ადამიანური სევდა არის ამ. ეს ის კი არ არის რომ ჩვენ ფულს აი გადახედეთ უბრალოდ ხალხი მისტირის დაკარგულ ოცნებებს. აი წერია რომ მთელი ცხოვრება ველოდებოდი რომ გამოსწორდებოდა და მთელი ჩემი ოცნებები ჩაიფუშა. რო ვკითხულობ ამ კომენტარებს ან წიგნი და რაღაცა უნდა დაიწეროს ამ კომენტარებიდან აღებული, იმიტომ რომ იქ გამოსჭვავის ადამიანური სევდა და არა პროფესიის მიმართ ბრაზი. აი ეს უქნეს ამ ხალხს. და ეს არის სისტემა. ეხლა მე რო ვლაპარაკობ თან რაღაცა ბრაზი მეკიდება, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ საუბრობთ, აი ზოგი ექიმი იშვერსთიც, კი არა და კლინიკა იშვერსთიც ექთნის კი რატომ გადავიხადო მეტი, იმიტომ რომ არ არის საკმარისი კვალიფიკაცია არ აქვს ექთანი ძაღის რომ მე რატომ უნდა ვიმუშაო მეტი არ მიხდიან, გადამწვარი ვარ. ყველა ესე იგი ერთმანეთისგან სიშორდა თითქოს აი მთავარი აქტორი ვინც არის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია რომ სხვა ქვეყნის, ანუ ის მაინც დავინახოთ, რომ რაღაცას აკეთებენ ამ მიმართულებით, ხო? ანუ აი ეგ განცდა არ არის, რომ ეს თემა, რომელიც რეალურად აქტუალურია, ჩანს რომ აქტუალურია და ამაზე მუშაობს ან მარტო ასოციაციები და ხოვერი მუშაობენ და ვერაფერს გააკეთებს სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე, ანუ სისტემურ პრობლემას ჭირდება სისტემური მიდგომები და სხვა წარმატებული ქვეყნების გამოცდილების მოდელირება და გადმოტანა საქართველოში და ამას მე პირადად ვერ ვხედავ და აი არ ვიცი ახლა ეს პოდკასტში რა თქმა უნდა ჩვენ ამ პრობლემის აქტუალიზაციას ვაკეთებთ აქ და ეს კარგია, მაგრამ აქ ჩვენი მარჩელობით აქ არაფერი არ წყდება რა, უნდა ის მომდინარეობდეს იქიდან, ეს ნება. გეთანხმებ, მე კი. და ეს ნება არ ჩანს, ამიტომ არ ვიცი რა, ხო, ჩვენი მხრიდან მოკლედ რა შეგვიძლია. შეგვიძლია, კი. თამარ კიდე მინდა რომ ერთ საკითხს შევეხო, აი წეღარაძის ვერაც ვახსენეთ, ეს არის არაადეკვატური დატვირთვა. ხო, რამდენი ვისაუბროთ იმაზე, რომ რა გზას გადიან ეს ექთნები განათლების პროცესში თუ დასაქმების პროცესში თუ რა ვიცი ქვეყანაში დარჩენა არ დარჩენისა და ანაზღაურების ნაწილში, მაგრამ როცა მუშაობ აქ, აი ეს დატვირთვა, რომელიც ნორმად იქცა, რომ კვირაში შეიძლება 60 საათი მუშაო, 70 საათი მუშაო და მე მოვუსმინე თქვენს ინტერვიუს კაპიტან მარი მალაზონიესთან, დიდი სიყვარულით მოკითხვა, სადაც ერთი მაგალითი სქენით მოიყვანეთ თქვენ, რომელიც ცოტა სევდიანი მაგალითი იყო და თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ წელის ტკივილის ნორმალიზებაზე, ხო, რომ ანუ ექთნები, რომლებიც თვლიან, რომ ეს არის ნორმა, როცა წელი ტკივა. კი. მოდი ამ საკითხზე ვისაუბროთ კიდევ და მათ შორის იმ ექთნებს, რომლებიც ახლა გვისმენენ. კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ იმ შრომისთვისაც წევენ და ასევე ვუთხრათ, რომ ეს არ არის ნორმა, ხო? ეს არ არის ნორმა. არც ეს არ არის ნორმა და იქ ვახსენე და გავშლი ამ თემასაც იქ ვახსენე სასტერილიზაციო ექთნები, რომლებიც სარდაფის პირველ სართულზე არიან ხოლმე როგორც წესი და ვენტილაციაც გამართულად არ მუშაობს და აი ესე მიზან მიმართულად ჩადიან ეს ადამიანები და ყოველდღე მუშაობენ სადეზინფექციო ხსნარებთან და სუნთქავენ ამ სადეზინფექციოს. ეს არ არის. აი უხილავი ექთნები არიან, გეთანხმებით. ცელოფანი. ეს აი ხედავ იმის იქით. და ამ რომ ნახეთ როგორი მენტალიტეტი გვაქვს, რომ მეუბნები რომ მოითხოვე ხა განყოფილებაში პაციენტის გადასაადგილებელი. ეს გჭირდება შენ, იმიტომ რომ პაციენტმა რა დააშავა, მან უნდა იმოძრაოს, ის უნდა გადაბრუნდეს, მას ნაწოლი არ უნდა გაუჩნდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ შენ როცა დარბი ხარ
ერთი მორიგეობიდან მეორე მორიგეობაზე მოხვედი. ძალიან დაღლილი ხარ. და ესე ზიხარ ღამის 3 საათზე და ფიქრობ რა მოხდება ხა 5-მდე არ გადავაბრუნებ და 5 საათზე ადამიანები არიან ის ხო რობოტი ხომ არ არის ეს რომ გააკეთოს, ხო? მოითხოვე უთხარი რომ არ გავაკეთებ თუ ეს არ მექნება. არ ჩახვიდე სასტერილიზაციაში სანამ კარგი ვენ. ვერ აღწევ ამას. იმიტომ რომ აქ რომ შემორჩნენ იმ ფულს რასაც იღებენ, იმას ძალიან უფრთხილდებიან. მორიგეობებს იღებენ და იღებენ. ხო, ეგ ვთქვი, არავინ არ არის, ბერკეტი არ არის რომ მივიდე და ვთქვა რომ მიშველეთ ხალხნო რა, მიშველეთ. არავინ არ არეგულირებს ამ პროცესს. და მithumetes ხა ის მაგას პრაქტიკაში მითხარით თამ როგორ არის ხოლმე რა აი ეს პაციენტის გადაბრუნების საკითხი ხა რომელზეც საუბრობდით პაციენტის გადაბრუნება იქნება დეპარტამენტში აი ეს როგორ აკეთებს ამას შეუძლებელია ამის გაკეთება შეუძლებელია ვერ აკეთებს ხო აბრუნებენ აუცილებლად აბრუნებენ მოდით ახლა ერთი არის ჯანმრთელობის ხარჯზე მოდით ვნახოთ ნაწოლების პრევალენტობა რა გვაქვს და ინციდენტობა რა გვაქვს საავადმყოფოში და ატელექტაზების. და რო შედიხარ და რო ეუბნები რომ ეს უნდა გააკეთო, ხანდახან ეს გახარ და ფიქრობ რომ რაღა უნდა ვუთხრა ადამიანის სახე არადებთ. ხო, იმიტომ რომ და ესე გახარ და ფიქრობ რა შემიძლია ხარ რო ვთქვა. მართლა ადამიანის სახე არა და ნახეთ როგორ არის საშუალო ხელფასი, საშუალო ხელფასი. არის 168 საათი რო ვიმუშაო, 800 ლარი, 1000 ვთქვათ. ორ ადგილას რომ მუშაობენ, 2000-მდე არ ამგონია, იმიტომ რომ ვერ შეძლებს ორ ადგილას რომ მუშაობს, ამიტომ განაკვეთ ნახევარზე მუშაობს. და შეიძლება აიყვანოს თავის ხელფასი 1300 ლარზე. დამსაქმებელი ეუბნება რომ მარტო ჩემთან იმუშავე. ესე თიც დაუქნებს რა, რომ არ უნდა იმუშაო სხვაგან, იმიტომ რომ ჩემთან დაღლილი მოდიხარ. 50%-ით ხელფას ვერ მოუმატებს, ვერასოდეს. ამიტომ ის დამალულად იმ კომენტარებში ისეთი ხდება. იმ კომენტარებში ხდება, რომ ეხლა დაგვიწყეს იმაზე დევნა, რომ სხვა საავადმყოფოში რამდენ საათს მუშაობ. დაგიმალავს და სხვა ექთნის პოზიციის შოვნა არ არის რთული. ყველგან ერთი და იგივე ხდება, ყველგან ერთი და იგივე ხელფასი და ყველგან დეფიციტია. გადარჩენაზე არის ეს ხალხი. ეგ საჯაროა ეგ პოსტი? კი. ასე შანოშებზე დავლინკოთ ამ ვიდეოს და ჩვენ მსმენელი ნახოს. ხელფაზე მაქვს ჩემი ფოტო მიდევს, არავის ფოტო არ დავდე, არც AI დაგენერირებული ფოტო მიდევ და ჩემი ფოტო მიდევს 25 საათის მერე საოპერაციაში არ შემეხედება. მაგრამ სპეციალ კაი ფოტოა მაგისთვის და მე 100,000 ნახვაზე ავიდა და უამრავი კომენტარი აქვს, ოღონდ ბრაზი კი არ არის ხალხნო, იქ არის უსაშველო სევდა. ძალიან რთული პოსტია, არ მეგონა ეგეთი რეაქცია. მე მეგონა უფრო ბრაზი წამოვიდოდა, მაგრამ არის უსაშველო, ერთმა დაწერა, რომ კიო, იმასაც გვეუბნებიან, რომ მე რა ბრენდში ხომ მუშაობთო. ანუ ზღვარი არ აქვს რას ეტყვით თანამშრომელს ესე იგი რა. და აქ რაღაცაზეც საუბრობთ ეს პაციენტის გადაწვენა, ხო, გადატრიალება და ამ შემდეგ მაინც ჩვენ მსმენელს რომ შეექმნა შთაბეჭდილება, ანუ ამას ერთი ადამიანი ვერ აკეთებს. 4 მაინც ჭირდება, რომ გადანაწილდეს წონა და ხანდახან ნაკლები თან იყავს და შესაბამის რესურსი არ არის, მაშინ უწევთ რომ თავისი ჯანმრთელობის ხარჯზე ქნან და მე რა ვიცი კი ექთანი არ არის, ვისაც წელი არ ტკივა. არ არის ეგეთი ექთანი არ დადის და არც ერთ ექთანს არ აქვს ეს გააზრებული რომ ეს არ არის ნორმა. არც ერთ ექთანს არ აქვს საშუალება რომ ნორმალურად იყვებოს საავადმყოფოში. დრო არ აქვს. დრო არ აქვს. ადგილი არ არის. თუ არის რაღაცა კვების ობიექტი გახსნილი საავადმყოფოში კომერციულია და ერთი დღის კვება შეიძლება 15-20 ლარი და ისა დაჯდეს. და ასე შემდეგ და ასე. როგორ ძნელია ხოლმე თამარ აუხსნა ეს ყველაფერი იმ ადამიანებს, ვისაც არ უნახავს გაჭირვება. კი, გაჭირვება არ უნახავს და ვისაც არ უმუშავია, მთელი დღე არ მდგარ, 25 საათი არ მდგარ ხარ.
ოპერაციაზე აი ალბათ შეუძლებელია და ალბათ მაგიტო არის ეგ პრობლემა ხდება. ვისაც უნახავს ხანდახან იმათვისაც ძნელი ახსნა პაციენტების ძალიან დიდი ნაწილი აი ალბათ ძალიან ხშირად აღნიშნავენ ხოლმე რომ ძალიან გულგრილად მოექცნენ. ესეთი შრომითი პირობები იმის ფასად ხო ანუ არაფრის ფასად ფაქტობრივად ადამიანს ანუ ემპათიასაც აცლის იმას რაც ადამიანურობას გაკარგვინებს ეს პაციენტთან დამოკიდებულებას შეძლებს აისახება პაციენტი ხა რა თქმა უნდა ბევრი გაჭირვებულიც არის არა გაჭირვებულიც მაგრამ იმის ისტორია ეგ არის რომ აი არ მომიარა ამბობდით რაღაცას ბოდიში არა სწორია რაც ბრძანეთ ხო იმიტომ რომ აქ ესეთი რაღაცა არის მე თვითონ მაგას ვამბობ ხოლმე რა რომ თუნდაც ეს კვების საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი ხო ანუ ნებისმიერ სამსახურში ხა მარტო ექცნებზე ხო არ ვსაუბრობთ და ამ შემთხვევაში გვაქვს თემა ეს იმიტომ რომ რატო შეიძლება რომ იყოს რომ ერთი თანამშრომელი დღის განმავლობაში საერთოდ არაფერს არ ჭამს და მეორე თანამშრომელი მუდმივად რაღაცა იძახებს სხვადასხვა კერძს და იმას მიირთმევს ხო პრობლემა, ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ ყველას არ შეუძლია ამ თავისი ანაზღაურებით, რომ ყოველ დღე რაღაცა კერძი გამოიძახოს, ან თუნდაც სახლიდანაც მოიტანოს. და როცა სახლიდან მოიტანს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმის დრო ექნება რომ შეჭამოს. ან ადგილი, რომ აი ნორმალური პირობა გქონდეს, რომ დაჭდე და შეჭამო. ერთი აი სულ ამბობენ, რომ ექთნებს განყოფილებაში, აი სულ ვეუბნებ, რომ ერთი პატარა სივრცე გამოუყავით, კარგი სავარძლით, კარგი ყავის, რა უნდა დაჭდეს ყავის აპარატი, ხო, რომ დამოკიდებულება დაანახი ამ ადამიანს, რომ შენი დასვენება ჩემთვის არის პრიორიტეტული. იცით რასთან იყო ეს კავშირში, ანუ რა ეგონათ რომ ვეუბნებოდი, რა აი ხას სავარძლები და ის მოითხოვე კიდე რომ არა, ეს არის დამოკიდებულება, რომ მე შენ გიფრთხილდები. ვენდის რატომ შურდა მე? 48 დღე მშურდა შვებულება, ხელფასი კი არა. და ამათ რომ მექნებათ ესეთი თვითონ რომ დაჯდებიან, რომ მოცილდებიან იმ ხმაური ემოციური სტრესი, ძალადობა ყველანაირი ძალადობა არის ავადმყოფოში, აი ყველანაირი ძალადობა. ამ სტრესში არიან მუდმივად. და მე არის საკუთარ თავთან სახლში რომ მიდიხარ. აი გონდა მეკითხა ხა, მაგაზე რომ ამბობდით, რომ მოვისმინე ეს ინტერვიუ ხო და მე თქვენი გააგრძელებთ კიდე ემოციურ გადაწყვეტაზე ასე შემდეგ და თამა რამდენად აცნობიერებთ რომ ეგ საკითხია სერიოზული პრობლემა რომელზეც თქვენ საუბრობდით მათ შორის თქვენ თავთან დაკავშირებთ ან თქვენი მაგალითიც რომ სახლში რომ მიდიხართ და ვერ თავისუფლდებით აი ამ ფიქრისგან და სამსახურიდან ვერ გამოდიხართ რეალურად ვერ სამსახურიდან აი მოგიყავით აი ეგ რა არის აი რაზე ლაპარაკობთ აი რო მუშავდი აქტიური ექთანი რო ვიყავი პულს ოქსიმეტრის ხმა მესმოდა სულ მე ვიყავი სახლში მეძინა თუ სულ მესმოდა პულს ოქსიმეტრის ხმა აი თუ სულ იყო აქედან ვერ გამოდიხარ ეს ერთი სახლში მოდიხარ უნდა დაწვე და დაიძინო აბა რა უნდა გააკეთო 24 საათი ფეხზე იყავი ვერა შვილები გყავს უნდა გახვიდე ახლა იმათ უნდა მიხედო სახლი გაქვს ვალდებულებები გაქვს ცხოვრება გაქვს უნდა გამოხვიდე და ის სუსიფხიზლეში არიან ექთნები არიან აი ქალბატონ მარისთან მქონდა ვებინარი ექთნებისთვის ჯანსაღყვებას ყველ უმეტესობა ექთანი არის ჭარბწონიანი რატო იმიტომ რომ სულ პური სულ რო ჯანკი არ ჭამო და უბრალოდ პური მოიტეხე, ყველი მოიტეხე, პური მოიტეხე, ყველი მოიტეხე და ძირითადად ხარ სტრესში და ერთადერთი კომფორტი რა შეგიძლია გქონდეს შეჭამო ხაჭაპური პირობითად, იმიტომ რომ აი ეს შეჭამო დაჯდე ცოტა ხანი და სიგარეტი. რატომ ეწევა უმეტეს რომ ცოტა ხანი გახვიდე? ცოტა ხანი გახვიდე და მოცილდე. მე ვეწეოდი მაგიტომ. როცა არ ვეწევი ახლა საერთოდ აი თან რო ვეწეოდი შაკიკ მემართებოდა ეს თავი ხოს უმტკიოდა ოღონდ ეს იყო მომენტი რომ გავსულიყავი ცოტა ხანი კიბის უჯრედზე გარიყავი რომ აი იმას მოვცლოდი აი ამ პატარა ჭყალებში სიამოვნებებს ეძებ რომ რაღაცნაირად და ეს არ არის თეატრია სიამოვნება შენი ჰობია სიამოვნება ბავშვებთან ხარისხიანი დროა სიამოვნება და ეს ემოციური გადატვირთვა გადაწვა რამდენად გაცნობიერებული პრობლემაა საერთო საქმეში ამას თუ დავამატებთ იმას რაზეც ახლა წეგან სანდრომაც აღნიშნა და თქვენს ხვით რომ ძალადობა
სხვადასხვა სიტყვიერი იქნება თუ ფიზიკურიც იქნება. ასევე ეს იშვიათი შემთხვევა არ არის სამედიცინო სფეროში, ხო? ეხლა ეს სისტემაც ესეთია, ეხლა იქ ბედნიერი გახარებული პეპლებით ადამიანი არავინ არ მოდის ისედაც და იქ დამატებული რისკ ფაქტორები კიდე შეიძლება კიდე უფრო აღვივებს იმ ტრამვებს, რომელიც საზოგადოებაში შეედა. ეხლა ჩვენ ქართული საზოგადოებაც მრავალგზის ტრამვირებულია და კიდე ტრამვაში ვართ. ეხლა ზემო და გვემატება ყოველდღე, ხო? და აი ესენი არის თუ არა გაცნობიერებული პრაქტიკები, მათ შორის ექთნების მხრიდან, რეალურად არის თუ არა სერიოზული პრობლემა, იქნებ მე მგონია რაღაცა არასწორად და მესამე ახმა ამისი როგორი არის, ან ექიმების ზოგადად სამიწოდაცებულების მხრიდან, ხო, და რამე რეაგირება თუ მოყვება ხოლმე. ემოციურ ძალადობაზე, აი წელის ტკივილს არ აკავშირებენ, როგორ შეიძლება ემოციური ძალადობა მე ჩემს თავზე აღვიქვი და მივხვდი კოვიდი რო დასრულდა, ემოციური გადაწვა ბოდიშს გიხდით, კოვიდი რო დასრულდა, მე დღეს სტაციონარში რო შევდივარ, ცუდად ვხდები და არ მინდა. მე რომელმაც წეღან გეუბნებოდით, რომ დრაივი მქონდა თქო და მიყვარდა, ვგიჟდებოდი, არ გამოვდიოდი საავადმყოფოდან. ისე მიყვარდა. მე დღეს საავადმყოფოში არ ვიცი, აი რო გაქრეს ყველა სამსახური მაინც არ შევალ მორიგებ. არ ემოციურად არ შემიძლია. აი ძალიან ცუდად ვხდები იქ რო შევდივარ. ფიზიკურად კი არ ვიღლები. ფიზიკურად 15 წუთი ვისვინებ, ენერგია ჯერ კიდევ მაქვს. არა, აი ემოციურად გამოფიტული ვარ, ვერა. ძალიან ბევრი ექთანი ყავს ესეთი. ემოციურად გამოფიტული. და ამაზე არ ვიცით, ეს თემა საერთოდ არ გაშლილა. საერთოდ არ გარჩეულა, არავის არ უთქვამს ჩვენთვის, რომ ძვირფასო ექთნებო თქვენ ემოციურადაც გადატვირთულები ხართ და მოდით რაღაცა მოვიმოქმედოთ. ხო, როგორ რაღაცნაირად გაფიცვა რაღაცა ესეთი ორგანიზებული არა, მსგავსი არასოდეს. არა. იმიტომ რომ შიში აქვს იმის დაკარგვის რაც არის. მე გეტყვით ერთ შემთხვევას, აი უცნაური შემთხვევაა ესეც ძალიან, ერთ-ერთმა საავადმყოფომ გადაწყვიტა, რომ ექთნებისთვის შვებულება მოეხსნა. ანუ ერთმანეთის მორიგეობის ხარჯზე, რომ შვებულების ფული რომ არ გადახდილიყო. და თქვენ მე მიმორიგებებდით და მე წავიდოდი და მე ვიმორიგებებდი იმდენს, რომ სულ წელში ამომივიდო და ის დასვენება რომ თქვენ გამეშვით. ექთნებშიც არის დიდი პრობლემა და აი მაგას ვამბობ. ეხლა ადამიანს პირობა რომ შეუცვალო სამუშაო კონტრაქტი უნდა შეუცვალო. სხვანაირად ხომ ვერ შეცვლი. 300 ექთარმა ხელი მოაწერა. რო არ მოეწეროთ, ხო არაფერი არ მოხდებოდა. ან პრობლემა აი ძალიან დაშინებულები ვართ. ძალიან. კი ზევიდან წარმოიდგინეთ. გაფრთხილების მიუხედავად რომ არ მოაწეროთ, 300 ექთარმა ხელი მოაწერა. ხო, ეგ არის როცა ძალიან რთული, კი. ამ გაჭირვებაში და ასე შემდეგ, ეგენი გასაგებია ხარ რატო? ხდება ეს ამბავი, ხო? კი, იმიტომ რომ აი წეღანაც ვით გააზრებ, ვერც ვიაზრებ პირობითად რა, იმდენად დატვირთული ვარ ყოველდღიური ჩემი ყოფითი იქნება თუ სამსახურის პრობლემებით, რომ ვერც როცა მეუბნებიან რაღაცას, რომ ამას არ შეუულია შენი ვნება და ნუ გეშინია რა, ვერ იაზრებს, აუ მომეცი რა გეხო, არა მაქვს ამის დრო რა, მოვაწერ და რაღაცას მოვაგვარებ მე. აი ამ რეჟიმშია გადასული ეს დარგი. მე მგონია, გულწრფელად მგონია, რომ ჯანდაცვას ამ წუთას ექთანზე უფრო რთული პრობლემა არ აქვს. ექთნის დეფიციტზე უფრო მეტი სირთულე ჯანდაცვას ამ წუთას არ აქვს. ძალიან რთულად აქვს აქ საქმე. და აი ეს კოვიდის შემთხვევა, ხო, ამაზეც ხო რაღაცა თითქმის არ ვსაუბრობთ, ხო? ნუ ეგ ხა ისეთი ჩვენი მახასიათებელი არ არის გლობალურად ეს არის ხო რაღაც ტრამვების მე ადამიანებს ეს უარყოფის ფაზა გვიდგება ხოლმე და ფაქტობრივად კოვიდზე შედარებით ნაკლებად ვიდრე სხვა პანდემიების დროს, მაგრამ კოვიდეს მაინც რაღაცა უარყოფაში ვარ, თითქოს არ ყოფილა ის რაღაცა საშინელი 3 წელი, ხო? ჩვენ ცხოვრებაში. აი შეგიძლიათ რომ ახლა მოგვიყვეთ მით უმეტეს რომ ექიმების პერსპექტივის შესახებ ჩვენ ძალიან ბევრი რამე ვიცით.
ჰოსპიტალებში თუ სხვა ტიპის სამედიცინო რა ხდებოდა და აი ექთნის თვალით დაგვანახეთ როგორი იყო კოვიდი და მაგის მერე რა გზა გაიარეთ იმ სპეციალისტებმა ნუ მე ვეღარ შევედი რომლებიც მაშინ მუშაობდით კი ძირითადად საავადმყოფოებში კოვიდამდე იყო ცეცხლის ჩაქრობის სტრატეგია აღებული სადღაც აინთებოდა ცეცხლი მივარდებოდით მეც მათ შორის არ ვიცილებ მაგ პასუხისმგებლობას მე როცა ვიყავი იმ პოზიციაზე როცა შემეძლო რაღაცები შემეძლო მეც ცეცხლის ჩაქრობის პოზიციაში ვიყავი და ასე ვაგრძელებდი კოვიდმა დაგვანახა ის რომ ექთნების რაოდენობა იყო კატასტროფული ხანდახან 6 პაციენტს უვლიდა ერთი ექთანი ინტენსიური თერაპიის პალატაში, როცა შეფარდებარი ერთი-ერთთან, თუ ინოტროპიმიდის დაინტუბირებული ყავს პაციენტი და ასე შემდეგ, 1-6-თან იყო პაციენტი და აი ყველას რო ეკერა პირზე, ყველა მიცოდა სიპაპი, არაინვაზიური. ექნებმა არ ვიცოდით როგორ უნდა გამოგვეყენებინა ეს სიპაპის აპარატი. უცებ აღმოჩნდა რომ ჩვენი პაციენტების უმრავლესობას რაღაცა ეკეთა სახეზე და რეჟიმი იყო დაყენებული, ზოგი პაციენტი ასე იქცა. ანუ ჩვენ ცოდნაც არ გვქონდა იმ აპარატურის, რომელიც გვედო განყოფილებაში. იმიტომ რომ არ 96-ს დავამთავრე ხო გახსოვთ? ხო და არავინ არ მასწავლა მაშინ, არც არავინ არ მომთხოვა, არც არავინ აქეთ არ მასწავლა. მე რომ ყველა ექთანი, რომელიც ახლა თქვენაც ჩამთვალეთ ასოციაციები და ძალიან ბევრი ჭკვიანი ექთანია, მხოლოდ მათი დამსახურებაა რომ განვითარდნენ. მათი რესურსია ჩადებული ამ თავიანთ განვითარებაში. არავის რესურსი არ არის ჩადებული. აი, აპარატურა არ ვიცოდით როგორ გამოგვეყენებინა. ჩვენი თავი არ ვიცოდით როგორ დაგვეცვა. ყველაზე რთული სიტუაცია იყო მე მომიწია თითქმის საქართველოს ანუ მაშინ რომ ექსელშიც ვიყავი, იმ ქსელის ყველა საავადმყოფოში ყოფნა. აქ მარტო პრობლემა ის კი არ იყო რომ არ ვიცოდით. მაგალითად იმ ნინოწმინდის რეგიონში იქ იყო ენობრივი პრობლემაც. ანუ ქართულ პროტოკოლს რო უგზავნი იმ ადამიანმა ესი არ იცის ქართული რომ მთელი პროტოკოლი წაიკითხოს და ჩაცმა გახდა როდის შევიდეს როდის გამოვიდეს როდის ნიღაბი გაიკეთოს როდის რესპირატორი გაიკეთოს უზარმაზარი პრობლემა იყო რას ვაკეთებთ ახლა ამასთან თუნდაც ამასთან დაკავშირებით ხო არაფერს აპარატურა არ ვიცოდით შეფარდება საშინელი იყო პაციენტები მეორადი ინფექციებით ყავდა ძირითადად ბაქტერიული პნევმონიებით, მერე უკვე წასული და გართულებები და ასე შემდეგ, ანუ ინფექციის კონტროლი არ ვიცოდით, ჩვენ დასნებოვნებულები ვიყავით, რა გავაკეთეთ მას მერე გავიგე რომ უარყოფაში შეიძლება და მართლა ძალიან ტრავმირებულები ვიყავით და მეც ძალიან ტრავმირებული ვიყავი. იქიდან რომ გამოვდიოდი, აი მეგონა რომ ანუ რაც უნდა გამეკეთებინა და რაც შემეძლო რომ გამეკეთებინა იმის 10%-ს რო ვაკეთებდი ეს ხო კატასტროფა ხო ამის გაცნობიერება და კიდევ ერთი კატასტროფა იყო როდესაც შენ ექთნები ყავდა გვერდზე და 40 ქონდა იმ ექთანს ხელფას დალასლასლი ძლივს დადიოდა მაგრამ ვერ ანუ არ ყავდა ეს რო გაგიშვა საერთოდ მარტო რჩებოდი და ესე 40 გრადუს ტემპერატურიან ექთნებს ამუშავებდი იმის მე რა გავაკეთეთ ვასწავლეთ სიპაპი გამოვასწორეთ ექთან პაციენტი შეფარდება. შევუმცირეთ საათები. დოზე თქვენ ახსენეთ, ექთნის ყველაზე დიდი შეცდომა არის მედიკამენტის დოზის გამოთვლა. ეხლა ცოდნა რომ არ არის, ეს გავწიოთ ცალკე თემა. ვთქვათ ვიცი. კვლევა იყო ჩატარებული, ნახეს რომ ამერიკაში თუ არ ვცდები, რომ ექთანი მე ბევრ შეცდომას უშვებდა მედიკამენტის დოზის გამოანგარიშებაზე და მე მას გამოუყვეს ადგილი. Do not disturb ადგილი. რაც იმას ნიშნავდა, რომ ექთანი იქ რომ შედიოდა დოზების დაანგარიშებაზე, არავის არ შეეძლო რომ მისთვის ან დაეძახა, ან მისი ყურადღება წაიღო, კარები იყო დაკეტილი და ჩუმ ოთახში იჯდა. 40%-ით შემცირდა მედიკამენტების შეცდომები. ჩვენთან არის რუზი. და ამ ექთანს იცის ის სკოლის მოსწავლე რომ მოდის პირველი კურსიდან. იცის, არ იცის, კალიუმი რას აკეთებს, სად უნდა გააკეთოს, როგორ უნდა დაითვალოს, რანაირად. ეს არ იცის. არავინ არ ასწავლის ამ ხალხს. და მე რომ ასწავლი, იქ ხო მარგალიტები გამოგიჩნდება. ის მაინც დაამოტივირე 10 ლარით მეტი ხელფასი მიეცი, რომ პატარა გოგო რომ მოგდის, რომელიც ცდილობს რომ რაღაცა მაინც ექნება საყურებელი, რომ აი სამთვეში შეიძლება რაღაცა მოხდეს ჩემს ცხოვრებაშიც ან 3 წელიწადში 10 ლარი მომიმატო. და მე არ დაწეროს ეს სევდიანი კომენტარები 20 წლის შემდეგ. ძალიან სევდიანი კომენტარები.
ძალიან გამიჭირდა იმ კომენტარების წაკითხვა. და ხალხი მე ამ კოვიდის იმის შედეგი რა იყო, გადამზადება და ის კი არა და ეს რაღაც ჩვენ ვლაპარაკობთ ის რომ ხალხი წერს კლინიკაში სპეციალურად ხალხი ჩახოსეს. ეგ კიდე ხო ცალკე და მიდი იმის მაგივრად რომ სინამდვილეში რა ხდება სისტემური პრობლემა და გამოსავალი და სახელმწიფოს დუმილი აბსოლუტურად ეს კონსპირაციული თეორია რომელსაც ესეთი პირდაპირ გასაქანი აქვს ამ სოციალურ ქსელებში რომ ხალხი სპეციალურად ჩახოდა გამოგონილი ვირუსით რომელიც არ არსებობს შეყარეს რომ ფული გაეკეთებინეს. ეს იყო დასკვნა სახალხო. ხო თამარ მინდა რომ ეს თემაც ხარ რადგან საუბრობდით ხო იქ ახსენეთ რომ ეს სუპერინფექციები იყო ხო ანუ დამატებითი კოინფექციები ანუ კოვიდის ვირუსი ზედართული ინფექცია რომელიც ემართებოდა უკვე საავადმყოფოში. ეს არის ინფექციების პრევენცია და კონტროლის საკითხი, რომელიც ახლა ჩვენთვის არ არის ესეთი რამე განსაკუთრებული საქართველოში ანუ არ ხდება, იმას გულისხმობ, რომ თემის სოფლიოს მასშტაბით დღეს ეს არის ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. ადამიანს მოწყდება ფეხი, შევა საავადმყოფოში და ემართება რაღაცა სხვა დაავადება. ხო, აი ეს არის იდეა, ახლა ცოტა უტრირებულად ვამბობ ამ საკითხს. აი ეს ინფექციების კონტროლის საკითხებზე როცა ვსაუბრობ, ცოტა ორი მხრივ შეგვიძლია რომ დავინახოთ ხოლმე, რომ ერთი რომ თითქოს რაღაცა რო ხდება, ექთინისკენ ხელს არავინ არ იშვილს საზოგადოებისგან, იმიტომ რომ არ იციან ვინ აკეთებს ამ საქმეს და მეორეს მხრივ კლინიკის შიგნით შეიძლება პირდაპირ ხდებოდეს დადანაშაულება ამ ექთინების. აი რეალური როლი რა არის? მაგაზე მინდა რომ ვისაუბროთ. ექთნისა ინფექციების კონტროლის საკითხებში. ანუ ჩვენ ახლა ოღონდ როცა ამ საკითხებს საუბრობთ, ჩვენ მსმენელმა რომ წარმოიდგინოს მისი მნიშვნელობა, აქ ჩვენ საუბრობთ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეზე პირდაპირი გაგებით აბსოლუტურად. ან სიცოცხლეზე, ან ინვალიდობაზე, მერე ხარისხის შემცირებაზე ცხოვრების. ყველაზე მეტ შეხებაში პაციენტთან მოდის ექთანი. ეს იქნება თვალში გაუყრის თუ ხელს მოკიდებს. ყველაზე დიდი შეხება აქვს ექთანს. ყველაზე მეტ манипуляციას ბევრჯერ დღის განმავლობაში ასრულებს ექთანი. ანუ ის არის პირველი ადამიანი, რომელსაც შეუძლია პრევენციაც გააკეთოს ინფექციის და თან დამართოს. აი ხელის დაბანა, ხო ყველამ კარგად, აი ამოვიდა ყელში ეს ხელის დაბანა ექთნებისთვის საავადმყოფოშიც. ხელის დაბანის 7 ეს არის რა ქვია საფეხური და 15-20 წამის განმავლობაში უნდა იბანდნენ ხელს და წერია იქ ასევე რომ ხელსაბანები უნდა იყოს ძალიან ახლოს ანუ დიდი მანძილი არ უნდა იყოს ხელსაბანებს შორის ეს ერთი რომ ექთანს არ მოუწიოს თელი დარბაზის გავლა პირობითად რომ იქ დაიბანოს რატო იმიტომ კი არა რომ ის ფეხებს უფრთხილდებით აი მართლა გულწრფელად წარმოიდგინეთ გამთენის 3 საათია. ოღონდ ნამორიგევარი ხარ მანამდე სადღაც. და შენ 3 საათზე ზიხარ. და ხა უნდა დაიბანო ხელი და უნდა აი იქ წახვიდე. ხო ყველა ადამიანი ვართ. თვალებს ესიახელ, ისე გეძინება. აი იმ ერთხელ იფიქრებ და გაივლებ, რომ აი ამ ერთხელ გავაკეთებ ისე ხელს. ამ ერთხელ ხელსაც მას ხო ვიცვამ. ამ ერთხელ აი ის ერთხელ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით შეიძლება არის 0.1%, იმ პაციენტისთვის არის 100%. ამიტომ არის დაღლილი ექთანი ყოველთვის გააფუჭებს საქმეს, იმიტომ კი არა რომ აუცილებლად დამართოს ინფექცია პაციენტს. იმიტომ გააფუჭებს საქმეს, რომ დაღლილია და ენერგია ფიზიკურად აღარ აქვს. ან მეორე ძალიან დიდი პრობლემა ეს არის ახლად შემოსული ექთნების ბრუნვა. 100%-დან ჩვენ ბრუნვა გვაქვს ექთნების, ანუ გასვლა და შემოსვლა დაახლოებით 30%-მდე. 100-დან 30 ექთანი სულ ყავს ახალი. ექთნის გაზრდას რომ შემოგდის ინტენსიურში. აი ამერიკელებს აქვთ მაგალითად რომ ინტენსიურ თერაპიაში შემოსული ექთანი რომ გაზარდო შენს განყოფილებაზე, შენს პროტოკოლს, შენს წესდებას რომ მოარგო გჭირდება წელიწად ნახევარი. ჩვენ ექთანი გვეცვლება 3 თვეში. ერთი ექთნის გაზრდას ქართული რეალობიდან გამომდინარე თვეში გჭირდება 600 ლარი. წელიწად ნახევარი გადაამრავლეთ ახლა 600-ზე. რა ფული ჩდება ექთნის ვის აქვს მაგის ბიუჯეტი.
ამიტომ ექთნები 30%-ის ექთნების, მაგალითად თანამშრომლების სამ არ იცის როგორ დაიბანოს ხელი. ხელი კი იცის, სახლში იბანს ხელს, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებაში როგორ დაიბანოს ხელი ეგ არ იცის. მაგრამ იგივე ის ER-ში როცა ამდენი პაციენტია, ექთნების დეფიციტია. და არ გადარბიხარ ერთი პაციენტიდან მეორეზე. კი ბატონო. ფიზიკურად უკვე მათემატიკურად შეუძლებელია, რომ ყველა პაციენტის სინდრომი მოასწრო. იმ სიხშირით, ასიხშირითაც საჭირო იმის, რომ იმათი სიცოცხლე გადაარჩინო. ხო? ანუ ამ ემოციური სიცარიელის პირობებში ისიც იცი სადღაც ალბათ ანუ ძალიან ბოროტო რაღაც, მაგრამ ეს აბოროტებს ადამიანს ესეთი გარემო, რომ ანუ ვერ გაირკვევა ის რომ შენგან დაემართა იმ პაციენტს. ვერ გაირკვევა, ძალიან ძალიან სტატისტიკაც ფაქტობრივად არ არის რომ აიღოთ სტატისტიკა, მაგალითად არსებობენ საავადმყოფობები, რომელსაც არ აქვთ ინფექციის 0% ინფექციის. 0%. არ არის სტატისტიკა ახლა ეგ. არ არის სტატისტიკა და შესაბამისად, მაგრამ შეცვალა სიტუაცია აკრედიტაციება. კომიტეტები, ნახეთ როგორ არის კომიტეტები შეიქმნა. აკრედიტაცია თქვა რომ აი მინდა რომ იყოს, უნდა იყოს, მინდა არა, უნდა იყოს ინფექციის კონტროლის კომიტეტი. აუცილებლად და ამ ინფექციის კონტროლის კომიტეტში უნდა შედიოდეს მთავარი ექთანი, ინფექციის კონტროლის მე და ეპიდემიოლოგი და ნუ ასე შემდეგ კიდე სხვა. ასე თუ ისე ყველაზე ვერ ვიტყვი ყველა საავადმყოფოზე ვერ დავდებ ნამდვილად თავს, მაგრამ ასე თუ ისე თუ კარგი ხარისხის ეპიდემიოლოგი ყავს და კარგი ხარისხის ინფექციის კონტროლი ყავს, კონტროლი დაწესდა და უყურებენ, მაგრამ თუ არა უხსენი ადამიანს რატომ მარტო რომ ეძახო ეს უნდა აკეთო, არ აკეთებს, ეს ჩვენი ექთნის კი არა, ადამიანის ბუნება, მე უნდა გავიგო რატომ და ამას სჭირდება ტრენინგი, ამას სჭირდება თუნდაც წამახალისებელი თამაში, თუნდაც ტრენინგი, თუნდაც გამოცდა, თუნდაც დაკვირვება, სისტემური მუშაობებია ჩასატარებელი. ხელის დაბანის დღე გამოცხადდა და ნუ აი რაღაცა დაიდო პოსტები, რომ ესე ვიბანთ ხელს და ასე ვიბანთ, მაგრამ რეალობა ხო ფაქტი ხო სახეზეა ინფექციების ინციდენტობაც, პრევალენტობაც, გავრცელებაც საავადმყოფოში. იგივე ის ჯანდაცვის მინისტრი მაშინ COVID-19 დროს ეკატერინე ტიკარაძე რო გადადგა და გახსოვთ ის ბოლოს ის რო იყო, ანუ არაფერი ბოთ მან ეს სტატისტიკა წარადგინა ხო ამ ნოზოკომიური ინფექციების ამ საავადმყოფოში და ინფექციების გავრცელებისა და ასე შემდეგ რაც იყო და იმ ხელა სკანდალურად გამოჩნდა ეგ ამბავი და არაფერი სკანდალური მაგაში არ იყო, ეგ იყო რეალობა, რომელიც მანამდეც იყო. კი, უნდა მივეჩვიოთ მაგას. COVID-მა იმ პერიოდში გამოაჩინა და ზედაპირზე ამოიტანა და აქტუალიზაცია მოახდინა მაგ პრობლემის, თორე ეს არის სერიოზული პრობლემა და კიდე იგივე აი ეს წეღარო თქვი და ბიჭები რო არ შემოდიან მაშინ ხო საექთნო პროფესიაში. აი ამ ყველა კომპონენტზე ეგეც ხო მოქმედებს, აი იმ პაციენტის გადაბრუნების საკითხზე და ასე შემდეგ. ფიზიოლოგია თავისით თამაშობს, ხო? ძალიან. მე როცა ძალიან მე მორიგე აი ჯერა რომ ისეთ განყოფილებებში სადაც გჭირდება ფიზიკური ძალა, ბიჭი ექთანი არის უმნიშვნელოვანესი რომ ყავდეს. აი უმნიშვნელოვანესი. რატომ არ არის ხა ძირითადად უფრო მეტად არ შემოვა ბიჭი. ეხლა კაცი რაც არ უნდა მე ვიყო ძლიერი ქალი პირობითად, მაინც ნუ კაცის გაგებისთვის და ღირსებისთვის თუ ღირსეულია, მან ოჯახი უნდა, ნუ ის უნდა იყოს ასე ვთქვათ, რაღაც უნდა შეიტანოს ოჯახში რა. რა უნდა შეიტანოს 800 ვარე? თვითონაც ხომ ანუ თვითონ უნდა ხო ხა 800 დაჯდება ეგერ გლობუსზე და 3000 ლარი შეიტანს სახლში. რატო ჩაიგდებს და ამას მე ემატება ორი ესეთი ფრაზაა ხოლმე, რომელიც ძალიან მწყინს ხოლმე, რომ ეს მართლა ექთანია? ასეთი ჭკვიანი და ექთანია? ერთი ეს და მართლა რატო ხარ ექთანი? ერთი ეს და მეორე ბიჭი ექთანი? ექთანი ხარ ესე? რატო ხარ ექთანი? ხო, აი ეს ძალიან მოქმედებს.
აი ძალიან მოქმედებს. რა თქმა უნდა მოქმედებს, მაგრამ ამ ბოლო დროს ემკვდება ხოლმე სოციალურ ქსელებში ბიჭი ექთნები, რომლებიც თავის პროფესიაზე ლაპარაკობენ და აი აქედან უნდა შევაქოთ. ძალიან კარგი. დიდი მადლობა თქვენ, რომ მაგ საქმეს ემსახურებით და ამაზე რომ ესე საუბრობთ, სხვებსაც მოუწოდებთ, ეს არის მართლა ძალიან დიდი საქმე, იმიტომ რომ ეს ყინული სადღაც ხომ და გალღვეს და ჩამოიჭრას. აი მაგიტომ ვამბობ, ეგენი უნდა იყვნენ როლ მოდელები. ეგენი უნდა წამოწიონ. ისინი უნდა ვალაპარაკოთ. აუცილებლად. იმ დღეს ტრენინგს ვამზადებდი, ტრენინგისთვის ვამზადებდი გარემოს და აი მარგულწფელად გეუბნებით, ცეცხლი გამდიოდა. წავიყავ, როცა შემეძლო და მუშა. ამოვიღე სათვალე, გავიკეთ. ეს ელექტროდების ისენ და აი მე ვუთხარი ვისთანაც ერთად ღმერთო მე ვუთხარი, აი რა საშინელებ. ეხა მე რო ინფარქტი შემომივიდეს. სადრა დავაკრა. აქ უნდა იყოს უცებ უნდა და აი ისინი გვჭირდება. მე უნდა ვასწავლო რატო როგორ რანაირად უნდა დავждე რაღაც, მაგრამ აი იცით რა და მე გავიაზრე ერთი წუთით გავუთხარი ამოვიღე, გავიკეთე, გადა და წაი რო წარმოვიდგინე, რა ხა აქ იმპაქტი რომელიც სანამ ისინი უნდა იყვნენ რა, ისინი უნდა დარბოდნენ ცეცხლს ყრიდნენ და ჩვენ უნდა გქონდეს შესაძლებლობა რომ გადავიდეთ სწავლებაში. ეგთან ვინ უნდა ასწავლიდეს? ეგთან. ჩვენ უნდა გადავდოდეთ სწავლებაში. სწავლული ადამიანიც მეტს ითხოვს, თუნდაც კლინიკიდან, თუნდაც სახელმწიფოდან. სულ მაგას ვეუბნები. და ორგანიზებაც მეტად შეუძლია. გაიმაგრებთ ხალხნოვეობნებს, თქვენ თუ გექნებათ ძლიერი ხერხემალი ეთნოსი, თქვენვე მოითხოვთ მე რა. ხო. და ჩვენ ნებისმიერ ეგეთ წამოწყებას, მოძრაობას, ორგანიზებას რაც არ უნდა იყოს ესეთი მოთხოვნა, ხო, ადეკვატური ყველანაირად ამ პლატფორმითაც და ისედაც კამერების მიღმა ზადვართ რომ ყველანაირად ჩვენი ექსპერტიზა თუ გამოცდილება და ასე შემდეგ მოგაშველოთ. კიდე ბევრ საკითხზე გვინდა თამარ საუბარი, მაგრამ ნუ აღარ გვეყოფა დრო და შემდეგზე შევთანხმდეთ და ერთხელ კიდე გავაგრძელოთ. ვთქვათ, რამდენიმე ესეთი კრიტიკული საკითხი, რომელზეც დავიწყეთ საუბარი და არ დავასრულეთ და აი წეგან თქვენ საუბრობდით მაგალითად სამართლებრივ საკითხებზე, ხო, რომ რაღაცა რომ მოხდეს, ვინ დამიცავს. ეგ მაგ საკითხს დავუბრუნდეთ ისე. ჩვენ წეგან ვახსენეთ ასევე მაგალითად კონფლიქტები, ან ძალადობის შემთხვევაში თავი დავანებთ სულუხატო ვთქვათ, მაგალითად კონფლიქტები პაციენტებსა და ექთნებს შორის. ამ შემთხვევაში ვინ არის ის უწყება და ორგანო, რომელიც შეიძლება რომ იცავდეს ექთანს ან პირიქით რაღაცა გადაწყვეტილებას იღებდეს ამასთან დაკავშირებით პროფესიული თვალსაზრისით. ანუ გამოდის რომ არავინ? არავინ. ხანდახან არის რომ შეიძლება შენვე დაგადანაშაულონ რომ კარგად ვერ გაეცი პასუხი და არც არაფერი არ მოხდეს პაციენტის მიმართ. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც რაღაცის სროლა მიმდინარეობს. ხა რა უნდა უთხრას? ხო, რა უნდა უთხრას რომ ბოთლი ესროლოს პირობითად. არავინ არ არის საავადმყოფოში შეიძლება ავიდეს, დაწეროს, გული მოიფხანოს ექთანმა, მოითხოვოს, არაფერი არ ხდება. გინახავთ და დასჯილი ვინმე, ვინც მეტ პერსონალზე ესე ძალადობრივად მე არ მინახავს. განსაკუთრებით ხა ექთანზე მithumetes ესეთი ძალადობა საავადმყოფოში დიდია. რატო იცით? იმიტომ რომ ჟარგონად არ მინდა რომ თქვა, მაგრამ ძალადობა მოსულა. და სანამ ორგანიზაციაში ძალადობა მოსულა, ნებისმიერი სახის, ნებისმიერი. მე თუ რამე არ ვიცი, მე არ უნდა მეყვირო. მიდი ჩემ უფროსთან და უთხარი, ამას ან ასწავლე, ან ეს არ არის მზად აქ რომ იყოს, ან გადაამზადე, მაგრამ მიყვირო, მეჩხუბო, მლანძღო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს მიუღებელია, მაგრამ იქ მოსულა. და მესამე პირი, აი მე და თქვენ რომ იყოთ და თქვენ რომ მეყურებდეთ და ახალი ექთანი მოვიდეს, ის რატო დარჩება? ის გაგიჟდება, ასე თუ უნდა მიყვირონ და ასე თუ უნდა მლანძღონ, არ მინდა. და მიდის. ექთნებისთვისაც მოსულა და საავადმყოფოში სამწუხაროდ. იმიტომ რომ კლინიკას ურჩევნია ექთანზე გადატეხოს ვიდრე პაციენტზე, ანუ ხო იმას მიაწვეს. ან რომელიმე ვარსკვლავზე. ხო. ნუ იმიტომ რომ აი ადვილად ჩანაცვლებადი კადრი ყოველთვის არის ყველაზე დაბალი ღობე და სამწუხაროდ ექთანი არის დღეს ადვილად ჩანაცვლებადი კადრი. მაგრამ თან ეგეც ისეთია სანდრო რა, ანუ ცოტა შეიცვალა რეალობა.
სამეცნიერო დაწესებულებებში აღარ უნდა თექნეს მუშაობა, ერთი ნაწილი მიგრაცია, მეორე ნაწილი ესთეტიკური მედიცინის ნაწილი და აი ეს რაღაცა აქ რო დგახარ უბსკურის პირას და როდის გადავარდები რო არის იმ ეტაპზე რა და თათ ისე თამამად მე ვერ ვეტყოდი რომ აჯილად ჩანაცვლებადები იქნებიან არ ვიცი დღეს რა როგორ სიტუაცია პროგრამაც მოიყვანა აქამდე კი ნამდვილად მაგდავართ საექსნო ეს აიც როგორ არის ახლა დღეს რომ აი ამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ხო ეს ექთნის ტარიფების განსაზღვრა ხდება ამ ანაზღაურების დროს. აი მინიმალური ხო დაწესდა 4.5 რომ უნდა კონდეს ექთანს 2023 წელს დაწესდა ეს 4.5. არანაირი პერსპექტივა რომ 30%-იანი მატება იქნება 2 წელიწადში ერთხელ პირობითად ან ასე შემდეგ. მე ვინმემ გადაამოწმა ყველა უხდის ამ 4.5-ს. ხელზე ასაღებ ხელფას. ნახავინმე. არავინ ანუ ისე პროცენტზე იყოს ეს როგორ არის იცით თუ მაგალითად და მესმის იმ ქირურგების აბსოლუტურად ანუ ქირურგი რომელმაც ანუ უკვე მოირგო გუნდი და ესექთანი 4 რო ხდიან თავის პროცენტი და ხო ეგ გავრცელებული პრაქტიკაა კეთილინება კი კეთილინება და მისი ანომალია კი მისი და ეს იცით რა შვება როდესაც ერთი ექთანი ყავს ესე მობმული მესმის თქო მაგრამ ეს ნიშნავს რომ 10 საოპერაციო ექთანში ერთი არის ყველაზე მაღალ ანაზღაურებად ხო და ეს არის მარტო აქ ძლიერი და დანარჩენები ნუ რაც მორჩება იმაზე თუ შევლენ და დადგებიან ოპერაციას ეს უმეტეს შემთხვევაში ხდება საოპერაციო ექთანთან მიმართებით თორე განყოფილებაში აი პროცენტთან მიმართებით ეგეთი რაღაცა ნამდვილად არ ხდება ეს არის და შეიძლება რომელიღაცა საავადმყოფომ გადაწყვიტოს რომ ჩემი ექთნების 5%-ს მივცემ $7 პირობითად ვამბობ იმიტომ რომ არ მინდა რომ ესენი წავიდნენ. არ მუშაობს ეს სქემა. იმიტომ რომ ის გამორჩეული რო ყავს მე იმათი გრადაციაც არ ხდება და იქნებ მე გავხდი ამაზე უკეთესი. რაღაცა ვერ კითხო უნდა არსებობდეს როგორ ავიდე მე $7-მდე. არა, იქ არის მარტო ბიუჯეტი ესეთი $7 შეიძლება მყავდეს მარტო 5, მეტი არა. კი ბატონო და ხა ბოლო ის საკითხი რომელზეც მიდოცვა ვერ გესაუბრებ, მაგრამ აი მოკლედ რომ აქაც ვთქვათ რა სიტუაცია რა ხდება ამ შემთხვევაში რეგიონებში ხა ჩვენ ამ ბევრი ვისაუბრეთ ჰოსპიტალებზე, სადაც ასე თუ ისე რესურსები კიდე არის, მაგრამ რეგიონში რო შეიძლება რომ ერთი ექთანი იყოს ან ისიც კი არ იყოს და როცა ის ექთანი არის შეიძლება ერთ-ერთი სამედიცინო პერსონალი იყოს მანდ უკვე როგორ მივდივართ ანუ აი როგორი სურათი გვაქვს ზოგადად ან კვალიფიკაციის თვალსაზრისით რესურსების თვალსაზრისით განათლების თვალსაზრისით ასაკის თვალსაზრისით ხო რამდენ ჭრილში ვისაუბრეთ ამ პრობლემაზე კი ძირითადად პირველადი ჯანდაცვა 50%-ით ამცირებს სიკვდილობას საავადმყოფო 5-ით სტაციონარი. ანუ გამოდის რომ პირველადი ჯანდაცვა უნდა იყოს ძალიან ძლავრი. განათლების მხრივ ჰიპერტენზიაზე ელაპარაკოს ექთან. ეხლა პატრონაჟი რო აქვს აღებული რაღაცა თემზე ექთანს. მარტო ის ხო არ არის რომ მივიდეს და წნევა გაუზამოს. ის უნდა დადგეს და გაანათლოს ეს პაციენტი და უთხრას რომ თამბაქო ესეთი კვება, მაღალი არტერიული წნევა, რისკი ამის და ამაზე ხშირად უნდა ილაპარაკოს და მათ შორის ამოწმოს ეს პაციენტები. საშუალო ასაკი იქ არის 60 წელი. რა უნდა მოვთხოვოთ ამ ექთნებს? მანქანა არ ყავთ. ფეხით უწევს სოფელ სიარული. რაჭაში მაქვს სოფელი, იმიტომ ვიცი, თოვლი მოდის ყველამდე. რანაირად უნდა იაროს? ვერ ივლის. ხელფასი ასე თუ ისე შედარებით სტაციონარის ექთნებთან უკეთესი აქვთ რომ რაღაცნაირად წამოეწიათ მათი მნიშვნელობა და უფრო მეტი, მაგრამ ხალხი არ დარჩა იქ. ვინ შეიძლება ეს ექთანი ჩაანაცვლოს. ჩვენ გვაქვს ახლა პროექტი, სადაც ვაპირებთ რომ ამ ექთნებთან განათლების მხრივ ვიმუშაოთ, რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, თუნდაც არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებით მეტი, იმიტომ ამათთან უწევთ. ის ხალხი საერთოდ გმირია, ოღონდ მართლა გულწრფელად გეუბნებით. მათი გამოცდილება სრულად მათზეა. ძალიან გამოცდილები არიან, იციან რა უნდა გააკეთონ, რა სტრესში არიან წარმომიდგენია, როცა მარტო ხარ სადღაც მაღალმთიანში პაციენტთან და
არიცი რა გააკეთო და აკეთებ მარტო იმას, რაც შეგიძლია. შენი პატარა ჩანთით რო ხარ მისული და მარტო ანალგინი და ციტრამონი რო გეტევს იმ ჩანთაში. ხო, სხვაშორიც მაგაზე ეს არის საქვია. აი ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი მაგალითს რამხელა მნიშვნელობა აქვს ხოლმე ეს თითოეული ადამიანი როგორც ცulis ხოლმე ძალიან რადიკალურად სიტუაციას, რომ აი მე და სანდრო მანამდეც ჩვენ წლების განმავლობაში მუშაობდით ერთად და ვაქცინაციის ამბავში. აი სხვადასხვა ხო კამპანიების დროს როცა მიწევდა ხოლმე და მე საქართველოში ყველა ადგილას ვარ ნამყოფი მრავალჯერ, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში შემდეგ რადიკალურად განსხვავებული ამ სოფელში. რაღაცა ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა, ისა მოცვა არის შეიძლება რა ვიცი, პირობითად ვამბობ 80% და გვერდით არის 3. და რატო? იმიტომ რომ აქ არის ვიღაცა მოტივირებული და არა იმიტომ რომ რაღაცა ავტორიტეტი კომპლექსური სახით ადვილად ამხსნელი და კარგად უხსნის, გააგებინა ჯამფელი ხალხი და დიდხანს ცოცხლობს. ნამდვილად. აი ამ გვერდის სოფელში სადაც ეს რესურსი უკვე აღარ არის, ხო? იქ გვაქვს კატასტროფა. ბანგლადეში რაღაც, ხო? ნამდვილად. მოცვის თვალსაზრისით ჯანმრთელობის სერვისების და მოდი ამით უნდა დავამთავროთ. თამარ, ძალიან დიდ მადლობას გიხდი და ბოლო კითხვას დაგიტოვოთ რა. ანუ აი ეს უხილავი ადამიანები და უხილავი ექთნები ვახსენეთ დღეს და რას ეთყოდით ახლა ბოლოს აი იმ ადამიანებს, თქვენ კოლეგებს ახლა რომლებიც გვისმენენ? ჩემ კოლეგებს ვეტყოდი პირველ რიგში ნამდვილად გამძლეობას ვუსურვებდი, მაგრამ ვეტყოდი წეგან რაზეც ვისაუბრეთ. ისე გაძლიერდნენ, დაინახონ შესაძლებლობა ამ პრობლემებში. ეს არის შესაძლებლობა, დაინახონ, ყველამ ერთად გავიმაგროთ ზურგი და მოვითხოვოთ ჩვენი უფლებები. ყველა ერთად თუ ამოვიღებთ ხმას, მარტო თამარა და მარტო 5 კაცი ამას ვერ შეძლებს. ყველა ერთად თუ მოვითხოვთ, დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილებები დაიწყება. ჩვენი პლატფორმა ამისთვისაც არის, რომ დაგიხმოთ ნებისმიერ დროს და ასეთი განვითარების პირობებში, როგორც სამყარო ვითარდება დღეს თავის ხელოვნური ინტელექტით, ტექნოლოგიით. აი თქვენ როგორ ხედავთ, გიფიქრიათ ამაზე, რომ საერთო საქმის მომავალი შეიძლება იყოს? რობოტული? რობოტული, ნახეთ, მე მაგაზე მქონდა სხვათა შორის პრეზენტაციაც მქონდა მაგასთან დაკავშირებით AI-ის გამოყენება საექთნო განსჯაში. მაშინ როგორ შეიძლება რომ ექთანს მოაცილო ის საქმე, რომელიც არის ტვირთი, ანუ ქაღალდომანი, ასე თუ გინდა IMR შეიყვანე და გინდა ფურცელზე დაწერე. სასიცოცხლო მაჩვენებლები, როდესაც ავტომატურად შევა სისტემაში და AI დაგენერირებს, გენერაციას გააკეთებს პაციენტის მდგომარეობის, მისი სიმძიმის სტატუსის, გამოგიყვანს საექთნო დიაგნოზ გეგმას, ეს არის 64. და შეცდომების ალბათობას ნაკლები იქნება. აბსოლუტურად შემცირდება შეცდომების რაოდენობა. და ამის და ჩვენ ვართ სად, რომ წიგნი გვაქვს 2018 წელს დაბეჭდილი და წავიკითხოთ თუ არ წავიკითხოთ და კრედიტები ექთანს მივცეთ თუ არ მივცეთ. აი აქ არ მოვა ახალგაზრდა ამის გამო. AI რო იქნება და ეცოდინება რა იმაგარი ექთანია AI-ს იყენებს, აუცილებლად მოვლენ. კეთი. თორე მე ჩათვალიანს თუ დამინახავენ? არ არა, თამათაც დაგინახავენ მოვლენ. მოვლენ და ხო პერსპექტივები ამ სპეციალობაში არის რა თქმა უნდა, ტექნოლოგიები ამ პერსპექტივებს ხსნის და იმედია რომ ეს ყველაფერი მართლა დაიგეგმება და ოდესმე საექთნო საქმესაც ზოგადად სამედიცინო სექტორს და მათ შორის საექთნო საქმესაც რაღაცა ეშველება და უფრო სწრაფად დაიწყებს განვითარებას. მინდა რომ დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ვინც გვისმენდით, გამოიწერეთ ჩვენი არხი, არ დაგავიწყდეთ კომენტარები, არ დაგეზაროთ, ძალიან გთხოვთ, ანუ ჩვენ რაკი ესეთი ნიშური და რაღაც კონკრეტული მიმართულების პოდკასტი ვართ, ეხა ის ვერ გავრცელდება ჩვენი ვიდეოები მილიონობით ადამიანი ვერ ნახავს, მაგრამ თითოეულმა თქვენმა კომენტარმა შეიძლება უამრავ ადამიანს მისცეს ბიძგი, იმიტომ რომ ალგორითმი ასე მუშაობს, მე სხვა ადამიანებსაც უშვენებთ, ანუ დაგეზარებათ ეგ. თქვენ უყურებდით და უსმენდით ჩანსახ დიალოგს. დღეს საუბრობდით აქტუალურ საკითხზე, მტკივნეულ საკითხზე, არაჩვეულებრივ სტუმართან ერთად, საექთნო საქმეზე და ამით გემშვიდობებით შევხვდებით მომავალ ეპიზოდში ნახვამდის.